და მე გადავდივარ გადაცემის შემდეგ თემაზე, რომელიც კიდევ უფრო მტკივნეულია, ბევრად უფრო მტკივნეული, ვიდრე ბილეთების გაყიდვა არ გაყიდვა, როდის და რა პრინციპით აუნაზღაურებენ ზარალს ხალხს, რომელიც 13 ივნისის დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩა და დაკარგა ყველაფერი, რაც ჰქონდა. დღეს საკრებულოსთვის მერიას უნდა გადაეგზავნა სპეციალურად შემუშავებული დოკუმენტი, თუ რა წესით უნდა მომხდარიყო ზარალის ანაზღაურება, თუმცა საკრებულოში ამ თემის განხილვა გადაიდო. მერია ამბობს, რომ დოკუმენტი მზად არის, მაგრამ საკრებულოს ის არ მიუღიათ გამონაკლისი, მხოლოდ მართველი გუნდი იყო, რომელიც ამ თემაზე ხმაურის ფონზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობდა. რუსთავიორმა ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც განსაზღვრავს კომპენსაციების წესს. მაშასე, ეკოდევნილებს მხოლოდ უძრავი ქონების ზარალი აუნაზღაურდება ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არ არის საბოლოო. 1 და 2 სულიანი ოჯახები, ვისი სახლებიც განადგურდა, მიიღებენ ამავე უბანში 45 კვადრატული მეტრი ფართის შესაძენად საკმარის თანხას, 3 და 4 სულიანი ოჯახები 65 კვადრატული მეტრის, 5 და 6 სულიანი ოჯახები 90 და 7 სულიანი ოჯახებისთვის გამოიყოფა თანხა 110 კვადრატული მეტრი ფართის ბინის შესაძენად. რაც შეეხება კომპენსაციას, გათვალისწინებულია ოჯახზე 5000 ლარი პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთების შესაძენად, იმის მიუხედავად ვის რა ქონება ქონდა სახლში, რომელიც წყალმაწა იყო, თუმცა ესეც ყველასთვის განურჩევლად არ იქნება, თუ ოჯახის წევრებს ფიზიკური დონორი ორგანიზაციების ან სხვა კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მხრიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული შესაბამისი საოჯახო ნივთები, მაშინ ისინი ამ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ასევე ერთჯერადად პირველადი საჭიროებისთვის დაზარალებულ ოჯახს თითოეულ პირზე გადაეცემა 250 ლარი. აქ არის კიდევ ერთი პირობა, თუ რომელიმე ოჯახმა მიიღო დახმარება კერძო სექტორიდან ან ბინა, მაშინ სახელმწიფოსგან დახმარებას ისინი ვეღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მისაღებია თუ არა ეს დაანგარიშება დაზარალებულებისათვის, ამის შესახებ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე, რიმა ბერაძე ქართული ოცნებიდან, აგრეთვე ოპოზიციიდან ირაკლი აბესაძე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, თამარ ცინციბაძე, გაერთიანებული დემოკრატებიდან. ასევე პირდაპირ ეთერში ჩაგვრთვებიან დაზარალებულები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პირველ რიგში მე დავინახე ბატონო ირაკლი, რომ როდესაც მე წარმოვადგენდი ამ დოკუმენტს, თქვენ თავს აქნევდით, ასე რას გულისხმობდით? მოგესალმებით. პირველად ვარ თქვენთან სტუდიაში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. შევწდები გავმარტო ეს საკითხები, რომელიც თქვენ წარმოადგენთ. მე პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის საბოლოო და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ეს არის სამუშაო დოკუმენტი. თითქოს მედიაში ვარ, თითქოს ჩვენ დღეს სრული ვარიანტი უნდა გადაგვეგზავნა საკრებულოში, მაგრამ საკრებულოში ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, ისევე როგორც ჩვენ ამ დოკუმენტს ვუდგებით ძალიან დიდი პასუხისგებლობით და იმ პირველი ტალღის შემდეგ, რომელიც ჩვენ ამ სტიქიის შედეგად მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ და გარკვეულწილად შევძელით გარკვეულ პრობლემებზე გამკლავება, მეორე მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნა. ამიტომ ამ დოკუმენტის გამართულობას და კიდევ უფრო დახვეწას ჩვენთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ პროცესი იყოს სამართლიანი და პროცესი იყოს გამჭვირვალე. დღეს ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა, რომ ის თანხები, რომელიც მობილიზებულია და ეს თანხები დღეს არის სადღაც 25 მილიონ ლარამდე, სადაც შედის როგორც კერძო სექტორიდან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან და დონორებიდან მიღებული თანხა, როგორ უნდა მოხდეს მისი განაწილება. სწორედ ამ წესს ველოდებით ჩვენ, რადგანაც ამ წესმა უნდა დაარეგულიროს სწორედ ის ძირითადი მიდგომები, რომლის მიხედვითაც ჩვენს ამ თანხის განაწილებას ძალიან ფართო საზოგადოებისთვის ძალიან ტრანსპარენტულად განახორციელებთ. ამიტომ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არიან დაზარალებულები, და ასეთი არის დაახლოებით დღევანდელი მონაცემებით 161 ოჯახი, ეს არის 700-მდე ადამიანი და მათთან ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, მათთან ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს და გავდივართ ამ ძირითად პრობლემურ საკითხებს და გვინდა რომ რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. ეხლა რა ხდება? თქვენ წარადგინეთ ძირითადი მიმართულებები, რომელიც აქ იყო, მაგრამ მე ცელია და ეს კიდევ უფრო დაიხვეწება, უბრალოდ რამდენიმე პრინციპულ საკითხზე გავაკეთებ აქცენტს, რა უნდა განახორციელოს ამ დოკუმენტმა. პირველ რიგში მე ვთქვი, რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი და ეს ერთ-ერთი ჩვენ გამოწვევა და ეს ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ. მეორე მთავარი მომენტი, ეს არის სტიქიის ზონის განსაზღვრა, ანუ იმ სტიქიის ზონაში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად დღეს არიან გადაყვანილი სხვადასხვა ადგილებზე, პირველ რიგში დღეს ჩვენ უზრუნველყოფთ ამ ადამიანების გადაყვანას სასტუმროებში და თანდათანობით მიდის ბინებში გადაყვანის პროცესი. ამ სტიქიის ზონაში ჩვენ ველოდებით დასკვნა სპეციალისტების, სადაც უნდა განისაზღვროს
ის ტერიტორია, რომელიც იქნება ცხოვრებისთვის საშიში ზონა. ანუ ხვალ და ზეგ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხეს შეიცავს ვერეს ხეობა და სად არის რეკომენდირებული ადამიანების ცხოვრება. როდესაც ჩვენ ეს გვეცოდინება, ეს დოკუმენტი მოიცავს ორ ნაწილს, ერთი არის განსახლების მიმართულება და მეორე არის საკომპენსაციო მიმართულება. რა თქვენ წარადგინეთ ეს კომპენსაციის ნაწილი, თუმცა ამის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე განსახლების გეგმაც. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ სპეციალისტები გვეტყვიან, რომ აქ ადამიანების და ოჯახების ცხოვრება შემთხვევაში ეს გადაწყვეტილი ამაზე ხშირად არის საუბარი, იქ იქნება გარკვეული ტერიტორიები, სადაც სახლები აქამდე იყო, მაგრამ აღარ იქნება, ეს იქნება ცხნეთის ხევში, ეს იქნება სვანჯის ქუჩის გარკვეული ტერიტორია, სადაც მოსახლეობის ცხოვრება არ იქნება რეკომენდირებული. ამ ადამიანების უძრავი ქონების შეფასება, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, დღესდღეობით თითქმის დასრულებულია, ამას მუშაობდნენ სპეციალისტები, შეფასებულია მათი სახლი, მიწა, ნარგავები, ნებისმიერი უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნდათ. ამაზე ჩართულები იყვნენ თავად დაზარალებული. ყველასთან იყო პირდაპირი კომუნიკაცია, ყველასთან იყო კითხვარით მისული სპეციალისტები და ამ მონაცემების გადაზუსტება კიდე მიმდინარეობს. დაზარალებულების ნაწილი ამბობს, რომ მათთან არავინ მისულა. ესეთები ჩვენთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან, ჩვენ კონკრეტულად ჩემს აპარატში შექმნილია გუნდი, რომელიც მოიცავს ვაკის გამგეობას, რომელიც მოიცავს საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებს, რომელიც მოიცავს ჩვენი სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს და ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ ამ ადამიანებთან. ამიტომ თუ ვინმე ესეთია, მეთხოვნა მექნება, არ გამოურიცხავ რომ იყოს ესეთი, ხვალო შეუძლია დაგვიკავშირდნენ და პირადად თუნდაც ჩემს ტელეფონზე, მე ყოველთვის ჩართული მაქვს ტელეფონი, შეუძლია ეს კომუნიკაცია განახორციელო. რაც შეეხება თემას რომ მივუბრუნდე, განსახლების ზონაში, როდესაც დაითვლება და თითქმის დათვლილია ეს უძრავი ხორების ღირებულებები, ამ ადამიანებმა, თუ ისინი ვითვლით, რომ განსახლებას ექვემდებარებიან, უნდა მიიღონ ადეკვატური ღირებულების კომპენსაცია, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იმ რაიონში, სადაც ისინი დღეს ამ სტიქიამდე ცხოვრობდნენ, იმავე რაიონში შეძლონ ადეკვატური მოცულობის და ადეკვატური ღირებულების უძრავი ქონების შესყიდვა. მეორე ნაწილი, რაც თქვენ წარადგინეთ, ეს არის სულადობის ნაწილი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი პირობითად ვამბობ, ცხოვრობდა დიდ ბინაში ან პატარა ბინაში და იყო მრავალსულიანი, ან ცხოვრობდა დიდ ბინაში და იყო მცირესულიანი. რომ არ იყოს პროცესი სამართლიანი და მაგალითად, აი სულადობის მიხედვით ნახეთ თქვენ ხო, სულადობის მიხედვით მრავალსულიანს მიეცემა პირობითად 110 კვადრატული ფართის ადეკვატური ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება, აი ამ შემთხვევაში რა იქნება ღირებულება, ხო? ამას ჩვენ განსაზღვრავთ კონკრეტული იქნება ეს სამხარაული სავარაუდოდ, რომელიც დაადგენს ამ სტიქიის ზონიდან კილომეტრ-ნახევრიან რადიუსში რა ღირს უძრავი ქონება და სულადობის მიხედვით ამ ღირებულების მიხედვით მოხდება გადაანგარიშება, ეს იქნება 45 კვადრატი, 65 კვადრატი, 70 თუ 100 სულადობის მიხედვით. ამის შედარება მოხდება ამ ადამიანების უძრავი ქონების ღირებულებასთან, რეალური რაც იყო და თუ მოხდება ჩავარდნა ამათ შორის, აი ეს ჩავარდნა დაკომპენსირდება. უფრო მარტივად რომ ვთქვა, თუ მე ვიყავი ორსულიანი ოჯახი, მაგალითად დავცხოვრობდი უზარმაზარ ბინაში, ჯერ დაითვლება ის თანხა, რაც ეკუთვნის ორსულიან ოჯახს და შემდეგ დაითვლება კომპენსაციის სახით მივიღებ იმ თანხას, რომელიც მე მეკუთვნოდა, იმიტომ რომ დიდი სახლი მქონდა. პირობითად თქვენ გქონდათ 100 კვადრატული ბინა, რომელიც ღირს რა თქმა უნდა უფრო მეტი, ვიდრე ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული, რომ 45 კვადრატის შემთხვევაში შეიძლება ღირდეს. პირობითად მე მივიღებ იმ ზომის ბინას, რაც ეკუთვნის ორსულიან ოჯახს, მაგრამ კომპენსაციის სახით მივიღებ. კი, განვართავ კიდე ერთხელ. მაგალითად 100 კვადრატი ბინა გაქვთ, ჩვენ თქვით $1000 არის შეფასებული პირობითად ეს 1 კვადრატი, თქვენის ბინა შეადგენს $100,000 ღირებულებას, მაგრამ ჩვენ გვამბობთ, რომ ორსულიან ოჯახს ეკუთვნის 45 კვადრატი, რომელიც ასევე $1000-ზე რო გადავიანგარიშოთ, არის 45,000. 100,000 გამოკლებული 45,000 და ამის სხვაობა 65,000 ამ ადამიანებს დაუკომპენსირდებათ. რომ პროცესი იყოს სამართლიანი და ყველა მიიღოს იმდენი და ადეკვატური, რაც ჰქონდათ სტიქიაში, სტიქიის პროცესის მოხვედრა. გასაგებია, ბატონო ირაკლი, ვიდრე გავაგზავნებთ, მოდით ნახოთ რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. ოპოზიციის ორი წარმომადგენელია ჩვენთან დღეს სტუდიაში. დანარჩენ კომპენსაციის სქემებზე შემდეგ ვისაუბრებთ. გავაგზავნოთ საუბარი, რომ დიახ, ნახოთ რა პრეტენზიები აქვს და შემდეგ რა თქმა უნდა ესეც დავასახელოთ. ბატონო ირაკლი, გისმენთ. პირველ რიგში არ შემიძლია არ აღვნიშნო და არ გამოვიხმაურო დღეს მერის განცხადებას და ბატონი ირაკლი, ბატონი ქუმსიშვილის შემდგომ მერის მეორე მოადგილეა, რომელიც ხაზს უსვავს, რომ სამწუხაროდ ჩვენი მერის განცხადებებს არანაირ წონა და ფასი არ გააჩნია. დღეს თბილისის მერმა გასარკვევად უთხრა საზოგადოებას, რომ წესი არსებობს და ის მაგიდაზე დევს. ანუ ეს უნდა იყოს უკვე მიახლოვებული იმ საბოლოო პროექტთან, რაზედაც ჩვენ უნდა ვსჯელობდეთ და ბატონი ირაკლის არ სურს, როგორც ასე ვთქვათ, შევატყოთ
დავიწყოთ გარდა ერთი ნაწილისა, სადაც მოსახლეობის გასახლებაზეა საუბარი და ისიც დეტალურად ართმულა და თუ მომეცემა საშუალება განმარტავ, ისაუბროს თუნდაც იმ ფულად კომპენსაციებზე, რომელიც რა თქმა უნდა აბსოლუტურად შეუსაბამოა, როდესაც საუბრობთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე. ბატონო ირაკლი, სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა მიუცეთ საშუალება მატერიალური თვალსაზრისით ცხოვრება გააგრძელონ იმავე დონიდან მინიმუმ რა დონეზეც ისინი ასე ვთქვათ. ხო, ბატონო ირაკლი, ხო, დავასრულებ და მე თქვენ ბრძანეთ, ხო? რა დონეზეც ისინი ცხოვრობდნენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჯერ რაღაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის სულადობის მიხედვით მიეცემა 250 ლარი, ეს აბსოლუტურად გაუგებარი თანხა და ჩემი აზრით აბსოლუტურად მიუღებელი ოდენობა არის თანხის, რომელ პირველად საჭიროებებზე საუბარი. რა თქმა უნდა, რაც შეეხება 5000 ლარს, რომელთაც თითქოს ამ ადამიანებმა ავეჯით, ანსაცმელი, ბიბლიოთეკა, ხომ აქ იმაზე ხო არა ის მარტო რომ საწოლი შეუძინოთ ამ ადამიანებს და ერთი საბანი რომ ზამთარში არ შეცვლიდეს. აქ არის საუბარი რომ ადამიანებმა ნორმალური სამეურნეო ცხოვრება, საყოფა ცხოვრება აღადგინონ და გააგრძელონ ეს ცხოვრება იმ მატერიალური დანაკლისის გარეშე, ვინაიდან იმ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ ტრამვას და ფსიქოლოგიურ შოკს ფულით ვერ აუნაზღაურებთ, მატერიალური თვალსაზრისით მაინც ამ ადამიანებს შესაბამის პირობები უნდა ქონდეს. ამიტომ მოჭრილად თქვა რომ ყველას მე თქვენ გაძლევთ 5000 ლარს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად ასე ვთქვათ, გაუთვლელი ნაბიჯი. მით უმეტეს რომ ერთსაც ხაზს გაუსვა და ყველა ჩვენი საუბრის ალბათ ლაიტმოტივი ის უნდა იყოს, რომ 25 მილიონ ლარზე მეტი კერძო შემოწირულობებით შეგროვდა. სწორედ ამ ადამიანების დასახმარებლად, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი აქ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ საზოგადოებრივი სოლიდარობის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა და მაინც სახელმწიფოს ვალდებულება ექნებოდა ამ პრინციპით. ბატონო ირაკლი, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ქონების სრული კომპენსაცია? მაგალითისთვის ვამბობ, მე ნანახი მაქვს, რომ იქ იყო ერთი ოჯახი, რომელსაც ძვირფასი ავტომობილების კოლექცია ჰქონდა. სიტყვაზე ვამბობ და ეს ავტომობილები მას გაუნადგურდა. როგორ უნდა მაგალითად ასეთი ძვირფასი ერთი წინადადებითო შევაფასოთ ეს წესი, ამ წესის 80% არის როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, როდესაც ესაუბრება სტიქიის დაზარალებულ მოსახლეობას და რაც შეეხება როგორ უნდა მოიქცეს, აქ ბევრი ვარიანტი. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა ოჯახს არ უნდა შეთავაზოს, რომ ყველას გაქვთ 5000 ლარი, მიუხედავად 7-სულიანი ხარ, 10-სულიანი ხარ, 1-სულიანი ხარ, 5-სულიანი ხარ თუ რა ხარ, то 5000 ლარი ალბათ ერთსულიანი, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანისთვის კი არ არის საკმარისი, შექმნა ის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეიქმნა, რომ ცხოვრება ნორმალურ რიტმში გააგრძელო. ამიტომ ეს ნამდვილად არ შეიძლება. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, როგორ დავადგინოთ, რა თქმა უნდა, ამის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ყოველ შემთხვევაში თანხის დაანგარიშებისას ძალიან საინტერესო იქნება ბატონ ირაკლის მოსაზრების მოსმენა, რა დაითვალეს და რა შედის ამ 5000 ლარში და აუხსნან მოსახლეობას, რა შედის ამ 5000 ლარში, ვინაიდან ეს აბსოლუტურად შეუსაბამო არის, თუკი ჩვენ საუბრობთ და როგორც ჩანს აღწერილი ხო თუ ყავს 5-სულიანი და 7-სულიანი, ასე ვთქვათ, ოჯახები, ისევე როგორც 2-სულიანი. ძალიან მოკლედ შევეხები შეიძლება გამიგრძელდა გასახლების თემას და უпростоრად საცხოვრებელი სახლების კომპენსაციის თემას. ბატონო ირაკლი, ისე წარმოაჩინა თითქოს განსახლება ეს ამ წესის მიხედვით სავალდებულო პროცედურაა, არა, სახელმწიფო იძახის ამ წესის მიხედვით, რომ ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია გამოცხადდეს რაღაცა ზონას დაედოს ასე ვთქვათ სტიქიური უბედურების ზონა და იქიდან მოხდეს მოსახლეობის გასახლება და ესეც უსამართლოა. პირველ რიგში რა თქმა უნდა აბსოლუტურად ესეც გაუგებარია, როდესაც საუბრობთ უძრავ ქონებაზე, რომლის აზომვაც შეიძლება მიწის ნაკვეთების ბინების უმეტესობა რეგისტრირებულია, რატო შემოგვაქვს აქაც პირობითი დაყოფა და 2-სულიან ოჯახს 45 კვადრატი და 7-სულიან სასათი კვადრატი. რატომ არ ხდება, მე დავასრულებ და მე თქვენ ბრძანეთ. რატომ არ ხდება პირდაპირ კომპენსაციის მიცემა რა რაოდენობის ქონებაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. ხო, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ გასახლების შემთხვევაში, ანუ თუ ის სახელმწიფოს ჩააბარებს თავის ქონებას და თქვენ ამას აპირებთ იძულების წესით, მათ შორის შესაბამის კანონი გაქვთ მითითებული, თუ სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადეთ, ის ვალდებული იქნება დატოვოს და თქვენმა სამართლიან, ასე ვთქვათ, ანაზღაურებას მიცემთ, იმიტომ რომ ამას კანონი გავალდებულებთ. არც ეს არ არის სწორი. მით უმეტეს არ არის სწორი, როდესაც თქვენ დაიწყებთ შეიძლება მანჰეტენის გაშენებაზე. თბილისის მერმა დაადასტურა, რომ ის ზად არის და ის არა, ბალკონიდან. ეს არის ფინანსური როგორც ამ ადამიანებმა თქვენს უკვე საქართველოს მთავრობის წევრებთან განხილული მოსაზრება, ასევე მერმა ნარმანიამ განაცხადა, რომ ის ზად არის განიხილოს ეს საკითხი და ზად არის მათ შორის მას არ უარყვია, რომ ესეთი პროექტი არ შეიძლება განხორციელდეს.
ამიტომ ამ ადამიანების გაძევება ამ ტერიტორიიდან და იქ მანჰეტენის აშენება საუბარი ეს არის დიდი უზნეობა, ამიტომ საუბარი უნდა იყოს სამართლიან კომპენსაციაზე და ამ ადამიანებს უნდა შეუნარჩუნდეთ ის საკუთრება, რომელიც მათ ამ ადგილებში აქვს. მოდით ვიდრე გავაგრძელებდეთ ბატონო ირაკლი საუბარს აგიბრუნდებით, მოდით ნახოთ რა განაცხადეს თავად დაზარალებულებმა ჩვენ ჟურნალისტებთან ინტერვიუში. ძვირფასი ჭურჭელი ნივთები ტექნიკა, ავეჯი, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ცხოვრებისთვის. არაფერი ჩვენ აღარ გამოგვიტანია, ვერაფერს გამოტანავ ეს შევძენით, რადგან ყველაფერი განადგურებულია, დამტვრეულია, ტალახში არის ჩაფლული. და სახლი საერთოდ აღარ არის არანაირი აღწერა ჯერჯერობით ჩვენ სახლში არც ნივთების, არც ავეჯის, არც ტექნიკის არ ყოფილა და არავინ არ მოსულა. მხოლოდ იყო სამხარაულის ექსპერტიზა, ვინც ნახეს შენობა რა მდგომარეობაში იყო და გამომკითხეს თუ რა როგორი ხარისხის რემონტი გქონდა გაკეთებული. ეს შენობას დიახდა, შიგნით თუ რა ტექნიკა მქონდა, რა ავეჯი მქონდა და საერთოდ მსგავსი ჯერჯერობით ან რა სახის დანაკარგი განვიცადეთ არ ყოფილა. ზარალი არის ძალიან დიდი, სახლი არ ვარ გასაცხოვრებლად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი სახლის განადგურებულია და აქედან გამომდინარე არც ავეჯი არის გადარჩენილი და რაც გადარჩენილი ავეჯი არის ის დაწმორილი არის და ფიზიკურად მაგას ვერ გადამოიდგება. ამ ეტაპზე კონკრეტულად ჩემთან არავინ არ მოსულა ამ ნივთების აღსაწერად, თუმცა იყვნენ სხვა ტექნიკური დეტალები, სახლის ფართობი რამხელა იყო გაპროგრამებული იყო თუ არა და მსგავს დეტალებს იკვლევდნენ. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი როგორც დაზარალებული ადამიანების არის ის, რომ არ გვეუბნებიან კონკრეტულ პასუხს რა სამოქმედო გეგმა არსებობს. ჩვენ არ ვიცით რა ანაზღაურდება, რა ფორმით ანაზღაურდება, როდის ანაზღაურდება და ყველას აუნაზღაურდება თუ არა. ამიტომ ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვართ და ველით პასუხს იმაზე თუ როდის რა როგორ გაკეთდება. იმიტომ რომ საკმარისი დრო ქონდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოიფიქრებია სამოქმედო გეგმა. არაფერი აღარ არის აბსოლუტურად ყველაფერი წაიღო. საბუთები გინდა, ვინის საბუთები, ისე საბუთები თუ კი რამე გამაშთა ყველაფერი წაიღო. აღარაფერი დარჩა. ავეჯის საერთოდ ავეჯი არ დანგრეული, აი ძირს არის ტახტები, აი რასაც ხედავთ ეს არის. მაცივარი ტალახში იყო, რომ შემოვედით მეორე დღეს, სულ ყველაფერი ეს კუხნის ავეჯი მარტო ზედა მხარე დარჩა, დანარჩენი სულ მოწყვეტილი ძირს ეს არა ყველაფერი. ჯეროთი დაზარალებული ვარ. კაციშვილი არ მოვიდა, გუშინ ვიყავი მერიაში, მერიამ გამოგზავნა გამგეობაში. გამგეობას რო დავრეკე მითხრა, ჯერ ისე ყურადღებაც არ მომაქციეს. მოვლე ხვალ აღწერაზე და აღწერავენ. კაციშვილი არ მოსულა. გაზიდან დამპირდნენ, არც გაზი მოვიდა. არავინ არ მოსულა. თუ არ უნდა მიღწერო, არაფერი აღარ გამაჩნია. თუ კი საბუთი იყო, თუ კი ჩასაცმელი იყო, სხვები როდემდე დამეხმარებიან. საოპერაციოდ ფულს ვაგროვებდი. ვარ დაფინანსებული ყავი. ორქაც ქონდა. ახლა წყალწაღებული არ ყოფილა. ეხლა დამში წყალწაღებული. ჩემთან არ მოსულა. პირადად ასე რომ აღწერა ნივთების ყოფილიყო, არა იმათმა ნახეს რომ სახლი იყო წაღებული, იყო ბაღი განადგურებული. ხო, არავის არ აღწერია შენ. ეს ახლა ერთი დღის და ერთი წლის შეძენილი კი არ იყო. ამდენი წლები აქვს ხო. გვაქვს ინფორმაცია რომ არის თანხები გადმორიცხული და ვითხოვთ იმას რომ მალე რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი დაკმაყოფილება. ცოტა ძნელია ისეთ ახლა კი შეიძლება საგვარად ყველანაირად გვეხმარებიან, მაგრამ მაინც ძნელია ახლა რამდენ ხანს გავჩერდებით სასტუმროში. აბსოლუტურად არაფერი არ გამოგვიტანია, არც საბუთები, არც არაფერი აბსოლუტურად. ეს ნივთების აღწერა მოხდა ჩვეულებრივად მოვიდნენ სტიქიდან მეოთხე დღეს და აღწერეს ნივთები, მაგრამ არ უთქვამთ ეს ზარალი როდის ანაზღაურდება საერთოდ აბსოლუტურად ამის შესახებ არავის არაფერი არ უხსენებია და არც სახლებთან დაკავშირებით ცოტა მდგომარეობაში ვარ. და ხო პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება სტიქიის დროს კიდევ ერთი დაზარალებული ბელა გველესიანი აღწერეს თუ არა ზარალი სრულად, რომელიც ამ ადამიანს და მისი ოჯახის წევრებს მიადგა და რა საცხოვრებელ პირობებში იმყოფება ის. მოგესალმებით ქალბატონო ბელა. გამარჯობათ. ქალბატონო ბელა, ჩვენ ნახეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად დაზარალდნენ, ნაწილი ამბობს, რომ მათი მოძრავი ქონება საერთოდ არ აღწერილა, ნაწილი ამბობს, რომ მოხდა აღწერა, მაგრამ ახლა ელოდებიან პასუხს როგორ და რა ფორმით მოხდება ანაზღაურება ამ ზარალის. თქვენი მდგომარეობა როგორია? თქვენი ქონება თუ აღწერეს, როგორც მოძრავი, აგრეთვე უძრავი? მოძრავი ქონება აღწერილია მთელობაში. უძრავი ქონება. მოძრავ ქონებას თქვენ და თქვენი მეზობლების. კი, ყველა მეზობლის. უძრავი ქონება მხოლოდ. მოძრავ ქონებას რაც შეეხება,
გვითხრეს რომ ცოტა მოგვიანებით იქნებიან კომისიები, რომლებიც შეაფასებენ, აღწერენ და მერე აგვენაზღაურდება ის ქონება, ანუ ის დაკარგული ქონება, რაც გაგვაჩნია, რაც გქონდა. დიახ. მაგრამ არც ერთი არავინ არ მოსულა. ჩვენ საუბრობთ აი სამუშაო დოკუმენტზე, რომელიც მერიამ უკვე შეიმუშავა და იქ მეტნაკლებად დიახ. ქალბატონი რიმა იმყოფება ჩვენთან საკრებულოს წევრი პირდაპირ ეთერში სტუდიაში და მას ამ კითხვას თქვენ და მას კითხვა აქვს თქვენთან, თქვენ შეხვდით თუ არა გუშინ ვიცემერს ირაკლი ლექვინაძეს? კიდევ ერთხელ თუ შეიძლება. თქვენ თუ შეხვდით ვიცემერს ირაკლი ლექვინაძეს გუშინ? გუშინ კი? და რის შესახებ ისაუბრეთ? სიების დაზუსტება იყო უბრალოდ. მაგრამ ქონებაზე არ გისაუბრიათ? არა. კი ბატონო, ქალბატონო ბელა, საინტერესოა, ჩვენ საუბრობთ იმ დოკუმენტზე, სამუშაო დოკუმენტზე, რომელზეც მუშაობს მერია და რომელზეც უნდა გააგრძელოს უკვე მუშაობა საკრებულომ, სადაც საუბარია, რომ მეტნაკლებად მოკლედ რომ თქვა, კომპენსაცია დაითვლება სულადობის მიხედვით. ეს რამდენად მისაღებია თქვენთვის? ეს პროექტი წაკითხული მაქვს თამაზელის ბარაშვილის გვერდზე, ანუ კომიტეტის გვერდზე. პირველად რო წავიკითხე ესე იგი ნუ შოკში ვიყავი არა მარტო მე. რატო? ეხლავე აგიხსნით. იმიტომ რომ პირადად მოდი დავიწყოთ ის, აი ჩემ მაგალითზე, ხო? ოჯახში ვართ 4 სული. მე მქონდა 2 სართულიანი სახლი, მარტო საცხოვრებელი ფართი იყო 154 კვადრატი. აი ამ პროექტით მე მომცემენ 65 კვადრატს. პლუს არაფერი არ ვიცი. პლუს რა იქნება არ ვიცი. რო არ აღმოჩნდეს ტიქის ზონაში. ვიცემერმა შემდეგ ვიკამათებ ბატონ ირაკლი, გთხოვთ დავასრულოთ ბატონ ბელასთან ჩართო. ვიცემერმა განაცხადა სტუდიაში, რომ აი სხვაობა რაც დაჭრობთ თუნდაც დილიდან გამომდინარე, ფულადის სახით აგინაზღაურდება. გესმით ჩემი ბატონო ბელა? არ მესმის ვერ გავიგე რა კითხვა. ვიცემერმა განაცხადა სტუდიაში, რომ აი ეს სხვაობა ბინის შემთხვევაში, რაც სულადობიდან გამომდინარე გაჩნდება, თქვენ აგინაზღაურდებათ უკვე ფულით, თანხით. თუ იქნება განსახლების კატეგორია, ხო? დიახ. და იმ პროექტში განსახლებასაც ეწერა იგივე აბსოლუტურად, ანუ სულადობაზე. კატეგორია იყო პირველი განსახლება, ანუ წავიკითხე დღეს. განსახლება იყო კატეგორია და იმ განსახლებაშიც იყო ზუსტად ის, რომ 2 სულზე რაღაც თანხა იყო, ხა ის არ მაინტერესებდა. 7-10 სულზე იყო 110 კვადრატული. დიახ. ხო და ცოტა უსამართლობას აქვს ადგილი, იმიტომ რომ შეიძლება 10 სული ცხოვრობდა მანამდე 40 კვადრატში და მიიღებს ახლა 100 კვადრატს და ღმერთმა შეარგოს, მე პრობლემა არ მაქვს. ანუ მოგცენ უბრალოდ ის რაც გქონდა. მე ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც გქონდათ. რა თქმა უნდა. და ქონებაც რა თქონდა. პირადად მე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სულ თავისუფალი დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეაფასებს ჩემ ქონებას. თუ სხვა კომისიებს არ შეუძლია ამის გაკეთება. ქალბატონ ბელა, კიდევ იყო საუბარი იმაზე, რომ 5000 ლარს მიიღებს ოჯახი აი ამ კომპენსაციის სახით. ეს რამდენად საკვირია და შემდეგ კიდევ პაკეტი. დიახ, საყოფაცხოვრებო პაკეტი და სულადობის მიხედვით აგრეთვე თითო სულზე 250 ლარს. ხო, ეს 250 ლარი, კაი, სემიჩკის ფული ასე ვთქვათ, მაგრამ 5000 ლარს რაც შეეხება. უბრალოდ აი, რა ვიცი, ვინც შეადგინა ეს პროექტი, წამოვიდეს ჩემთან ერთად პირადად ბაზრობაზე თუ ცენტრში, აი სადაც იყიდება ავეჯისა და ყველაფერი რაც არის საჭირო სახლის და 5000 ლარში თუ ჩაჯდება, მე არ ამოვიღებ ხმას. ქალბატონო ბელა, თუ არ მოხდება უძრავი ქონების გარდა მიყენებული სხვა ზარალის უფრო სოლიდურად ანაზღაურება, რასაც ახლა საუბრობთ, აპირებთ თუ არა დამოუკიდებელი დასკვნის მომზადებას, ან რა გზით შეეცდებით ზარალის ანაზღაურება მოითხოვოთ სახელმწიფოსგან? ეს ჯერჯერობით ჩვენ დაველოდებით გადაწყვეტილებას, ანუ საკრებულოში ხო უნდა განიხილონ ჩვენი საკითხი. ჯერ ალბათ დაველოდებით იმ დასკვნას, რასაც მიიღებს საკრებულო, ხო და მერე უკვე რაღაცა
მოქმედება იქნება ეს უეჭველი ვიცი, იმიტომ რომ მარტო მე ხარ მთელი უბანი არის ამ დღეში. მე თუ მქონდა 154 კვადრატი, ელის ბარაშვილებს იყო 400 და 600 კვადრატები და 4 სული ცხოვრობდა. რატო უნდა მიიღოს, თქვა, ხათუ და ელის ბარაშვილმა 400 კვადრატის მაგივრად 65 კვადრატი. აი ეს არ მესმის. სად არის სამართალი? ქალბატონ ბელა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ბოლოს მინდა გკითხოთ, მე ვიცი რომ დედა თქვენის მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გასული ამ სტიქის შემდეგ ინსულტი დაემართა. როგორია ეს მდგომარეობა? ინსულტი გადაიტანა, როგორც მე მითხრეს, ფსიქიატრიულში წელს ახლა დედა. აი ზუსტად აი ამ სიტუაციის მერე და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის. ექიმს რო გავესაუბრეთ, ჩვენ ვალევინებთ დამამშვიდებელ სხვას, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ანუ უკეთესისკენ აღარ წავა, რა გითხრათ აბა. ძალიან ძნელია ამაზე ვაპარაკე. ვერ დაუბრუნდება მის ჯანმრთელობას. არა. როგორც მე მითხრეს, არც გქონდეთ იმედიო. დიდი მადლობა. მე მაინც ჯანმრთელობას ვუსურებ მთელ თქვენს ოჯახს. დიდი მადლობა. ბელა გვერესიანი ერთ-ერთი დაზარალებული გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ქალბატონ რიმას უნდა პასუხისგაცემა მთელი საუბრის განმავლობაში. ქალბატონ რიმა, რა პასუხი გაქვთ თქვენ აი თუნდაც კონკრეტული დაზარალებულის მიმართ, რომელმაც ეს პრეტენზიები გამოგონთ? ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაწილი დაზარალებულების ამბობს, რომ მათი ქონება საერთოდ არ აღწერილა, უძრავ ქონებაზეა საუბარი, ნაწილი გაურკვევლობაშია და ელოდება პასუხს და თქვენ მოისმინეთ აგრეთვე კონკრეტული პრეტენზიებიც. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მივესალმები მაყურებელს. მე დავიწყებ იქედან, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ დღეს საკრებულოში უნდა მიგვეყო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ საკრებულოში არა, რო გადაწყვეტილება არის გამიგებული. არის უნდა მიგვეყო ჩვენ გადაწყვეტილება. დიახ, უბრალოდ გარკვეული ჯგუფი ისე როგორც თქვენ გაქვთ დოკუმენტი, მუშა დოკუმენტი, ჩვენც გქონდა ეს მუშა დოკუმენტი, როგორც მოგეხსენებათ ახლა ამ ქალბატონის საუბრის შემდეგ ძალიან ძიმია, აბსოლუტურად სახელმწიფომ გააკეთოს განაცხადი, იმიტომ რომ მათი მორალური ანაზღაურება ალბათ შეუძლებელია. ლაპარაკი ამ წუთას ეკონომიურ ანაზღაურებაზე და აქ ბატონმა ირაკლი ბრძანა, რომ სახელმწიფო როგორ არ უნდა მოიქცეს და განმარტა რაღაც წესები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ აბსოლუტურად ჩვენი ამოცანა იყო ძირითადი პრინციპი, რომ პირველ ყოვლისა გადაგვერჩინა ადამიანები, მეორე ყოვლისა იყო მათი განთავსების პრობლემა, მესამე ყოვლისა იყო მათი პირველადი საგნებით დახმარება და მეოთხე ამოცანა არის ჩვენთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა. თქვენ აქ წაიკითხეთ და ნახეთ უბრალოდ ის პროექტი, რომელთაც არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა ეს ამ პროექტთან აქვს საბოლოო სახე, ზუსტად დღეს ჩვენ ვსჯელობთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითოეული ჩვენთაგანის ამოცანა ამ ადამიანებს მისცა სახელმწიფომ მაქსიმალური შესაძლებლობა, ის რისი შესაძლებლობა გააჩნია დღეს ჩვენს ქვეყანას. მაქსიმალურად ვცდილობთ მოძიებული იქნას დონორები. მაქსიმალურად ვცდილობთ იმას, რომ არც ერთი კაპიტი არ იყოს განჭირვალეობის გარეშე, იყოს პრინციპის სამართლიანობის და სამართლიანად მოხდეს თითოეული თეთრის განაწილება. ასეთი პრეტენზია ქალბატონ რიმა, თქვენ მოისმენთ ქალბატონ ბელას ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბინებზე კონკრეტული შემთხვევა რატომ არ შეიძლება ყველა ოჯახმა მიიღოს იმ ზომის ბინა, როგორც ჰქონდა. ბატონო ირაკლი განმარტა, რომ აი სხვაობა სრულად თანხმდიან მოლიმისი ჩადასწორდა. არ შეიძლება ამ თანხით მოხდეს იგივე ზომის ბინის შეძენა და ამ ბინის გადაცემა. თქვა, რომ ეხლა წარმოდგენილია ორი დოკუმენტი, ერთი არის განსახლების, მეორე არის კომპენსირების. ამ წუთას ჩვენ ვეხებით კომპენსირების თემას და ჩვენ ამ წუთას არ ვეხებოდით განსახლების თემას. თუ კი მოქალაქეს დაუდგება თემა და ის იქნება რისკის ზონაში და ეს აუცილებლად უნდა იქნეს განსახლებული, აქ ბრძანა ბატონმა ირაკლიმ, რომ მოხდება იმ თანხების შეფასება იმ უძრავი ქონების და ის მას მიეცემა. თუ არ იქნება რისკის ზონაში, თუ არ იქნება რისკის ზონა, ერთი წუთით ბატონო ირაკლი დატყვით ახლავე, თუ არ იქნება ისა განთავსებული და ის სახლი დანგრეულია და თუ ის ექვემდებარება რეაბილიტაციას, მოხდება იმ სახლის რეაბილიტაცია. თუ არ ექვემდებარება ერთი წუთით. ასე რომ ასეთი ადამიანები დარჩებიან მცირე კომპენსაციით. ერთი წუთით და ის რომ ბატონო ირაკლი მოდის ერთი წუთით აბსოლუტურად დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი საქართველოს მთავრობა, დღევანდელი მერის ხელისუფლება მისთვის და ჩვენთვის თითოეული ჩვენთაგანისათვის, ჩვეულებრივი მოქალაქისათვის. მე არ შემიძლია გავყოთ ჩემი და თქვენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხებთან მიმართებაში, იმიტომ მიზანი გვაქვს ერთი, რა თქმა უნდა, პრობლემა არის ძალიან მძიმე და ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ამ პრობლემის მოგვარება. თუ კი ამ პროექტში რაიმე იქნება ისეთი, რომელიც ამ ადამიანებისათვის იქნება მიუღებელი და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესად გავაკეთოთ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ მე
გისვამ თქვენ ახლა ერთ კითხვა, როგორც ჩემს ოპონენტს. 2012 წლის 12 მაისს მოხდა ანალოგიური შემთხვევა ბატონო ირაკლი და მაინტერესებს მაშინ როგორ მოიქცა სახელმწიფო ამ ადამიანებს აღუდგასაცურებელი და შეუძენილი იქნა საოჯახო როგორ არის სიცრუე ქალწული მე მაქვს დოკუმენტი განმარტება მე მაქვს დოკუმენტი სადაც ადამიანები აგერწერეთ გეხებღვანელად მაშინ ხელისუფლების მოქმედების და არასწორი მაგალითი მოყავთ აბსოლუტურად არასწორი მაგალითი იმ კუთხით ნუ კი გასწევ რომ თქვენ გამოკვეთოთ პოზიცია იმისათვის რომ დღევანდელი ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს მე თქვენ გირჩევთ დავაკეთოთ ისე როგორც უკეთესია ის რაც თქვენი ხელისუფლების მიერ იყო ერთი წუთით მაცალე თუ შეიძლება საუბარი მე თქვენ გისმენთ ეხლა ორხმაში თუ საჭიროა იცი რომ ვილაპარაკებ მე ორხმაში და თუ თქვენ ის გსურთ რომ ის რაც მოხდა და რატომ მოხდა და რისთვის მოხდა მე ამაზე დღეს არ ვსაუბრობ იმიტომ დღეს უხერხული ამაზე საუბარი ჩვენი ამოცანა ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება რომ ის 676 ადამიანი ის 161 ოჯახი რომელთაგან ხათაშორის ბატონო გიორგი 18 წლიდან 50 წლამდე არის უმრავლესობა ქალბატონები წარმოგიდგენიათ დაზარალებულები და მათ შორის დაღუპულებიც არის მეტი ქალბატონები დღეს სტატისტიკურად ამას ვაკეთებთ დიახ და ამიტომ არ შეიძლება დღეს ჩვენ აი ამ საკითხებით აპელირება გავაკეთოთ იმისათვის რომ რას ვაკეთებ და რა ვერ გავაკეთებ მე მინდა დაგარწმუნოთ და თითეული მსმენელი დღეს ვინც ამ ჩვენს გადაცემას უყურებს რომ საქართველოს მთავრობა ქალაქ თბილისის მერია ქალაქ თბილისის საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რა შესაძლებლობებიც გააჩნია ქვეყანას რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებული და დღეს თქვენს ანონსში მე ვკითხულობდი თემას ასე რომ რა ბედი ეწევა იმ ავტომანქანის ფლობელებს რომლებსაც ასევე დაუზიანდა თავიანთი ქონება და ძალიან შეფასებები კეთდებოდა ომხრივი ცალმხრივი როგორც ხდება ჩვენ სახელმწიფოს უკმაყოფილება გამოიწვია ბატონო მიგალეფინაცის კომენტარი გადაგდა მასთან დაკავშირებით რომ ავტომობილები დაზღვეულია 200 ავტომობილია დაზარალებული ერთი წუთით არა სახლები არ გვაქვს დაზღვეული საქართველოში შეიძლება დაზღვეოს საქართველოში შეიძლება შეიძლება კონდეს დაზღვეული შეიძლება არა ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა დიახ ეს არის ზუსტად ჩვენი ამოცანა რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების აზროვნება ჩემო ირაკლი ალბათ არ თქვენ გაქვთ სახლი დაზღვეული არც მე და ზუსტად რო გქონოდა ჩვენ სახლი დაზღვეულები ამ მოქალაქეებს მათი მდგომარეობა მაშინ სხვანაირი იქნებოდა და აი ზუსტად 200 მანქანიდან ერთი წუთი თუ შეიძლება 200 მანქანიდან სადაც 160 მანქანა იყო დაზღვეული და 40 მანქანა არ არის დაზღვეული მე დამეთანხმება ბატონო ერთი წუთი არავის მაცალე პასუხის დამთავრება თუ შეიძლება რა 700,000 ლარი დღეს GPI-ი გადარიცხება დამეთანხმებით ამასთან დაკავშირებით დიახ ანაზღაურება გაუკეთა დღეს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა რომ ამ ადამიანებს მივცეთ საცხოვრისი ამ სამცხოვრისის დაკმაყოფილების შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა მიუბრუნდებით ავტომობილების თემას ჩვენ მიუბრუნდებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე დღეს თქვენ მოგეხსენებათ რომ 25 მილიონი ლარი დევს ანგარიშზე რა თქმა უნდა ეს ანგარიში გაიზრდება მე დღეს ადგილით დავბრუნდი გერმანიის რესპუბლიკიდან მოგეხსენებათ რომ 40 წლის თავი აღინიშნებოდა ზარ ბრიუკენის და ქალაქ თბილისის დამეგობრობის დიახ და მე ვიყავი ძალიან ბედნიერი ყველა მეორე გერმანელი ამ ქალაქში მაჩერებდა და მეუბნებოდა რომ სიამაყით ამბობდა რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა სინანულსა შემდეგ სიამაყით რომ თქვენ ვართ ჩვენს გვერდით ჩვენ გვაქვს გახსნილი ანგარიში სადაც ანგარიშის ბოლო ორი ნომერი არის 40 მეგობრობის თარიღის აღსანიშნავად და მოგვეცით პროექტი და ამ პროექტის მიხედვით ჩვენ შევაგროვებთ გარკვეულ თანხას და აუცილებლად მოხდება ამ რომელიღაცა თემის დაკმაყოფილება სულადად არ გამოვრიცხავ მე რომ თქვა პირობითად ვამბობ ეს რა თქმა უნდა განხილვის თემა რომ ეს მიმართული იქნას ან მანქანებისკენ ან უძრავი ქონებისკენ ან მოძრავი ქონებისკენ რა თქმა უნდა ეს ჯერჯერობით არ არის გასაგები გასაგებია მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ რომ უკმაყოფილება და ამ თემის განხილვა გამოიწვია სწორედ ბატონი ირაკლის კომენტარმა რომელმაც თავისი აზრი დაფიქსირა მან თქვა რომ მისი პოზიცია ასეთი იყო დიახ რომ ვინაიდან როგორც წესი ავტომობილი დაზღვეულია ამიტომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად რომ მათი კომპენსაცია მოხდეს მათი უძრავი ქონების პრობლემების მოგვარება ესაა ნომერ პირველი გასაგებია ქალბატონი თამარი მინდა რომ ჩაერთოს აუცილებლად დისკუსიაში ერთ-ერთი საკითხი კიდევ რაზეც კონკრეტულმა დაზარალებულმა გამოაცხადა პრეტენზია ეს არის აი 5,000 ლარი რომელსაც მიიღებს ყველა ოჯახი და ისინი ბუნებრივია აცხადებენ რომ არ არის საკმარისი ეს იმ ქონების ასანაზღაურებლად რომელიც მათ ქონდათ თქვენ როგორ ფიქრობთ და 250 ლარი თქვენ ნახეთ როგორც მოიხსენია როგორც მზესუმზირის ფული დიახ მოგესალმებით ვეთანხმები ადამიანის 250 ლარი დიახ პოზიციას რომ 5,000 ლარი ალბათ ეს არ არის ადეკვატური თანხა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმნიდნენ ხომ ამ თავის საცხოვრის და
თანდაც იცით რაში არის საქმე, აი ახლა ირაკლი მერია, როდესაც ლაპარაკობს საკუთარ კეთილდღეობაზე, აქვს რაღაცა გარკვეული საზომი. აი მე გთხოვთ ძალიან, ზუსტად იგივე საზომით გაზომოთ თქვენ ამ ადამიანების კეთილდღეობაც მომავალი, რომელიც ახლა ჩვენ უნდა შევუქმნათ, იმიტომ რომ მათ რაც შექმნეს ის არის დაკარგული. ქალბატონურიმა მე თქვენ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ დღეს არ არის იმისი დრო, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რატომ მოხდა ასე. ამისი დრო იყო გუშინაც და გაცილებით უფრო ადრეც. ამისი დრო არის ყოველთვის და არის იმიტომ, რომ სხვა დროს ეს აღარასდროს არ გამეორდა. არ არის ახლა მაგის დრო, ეს ვიცით, ამაზე კვლევა მიმდინარეობს. ტელევიზიაში ნუ ვილაპარაკეთ, ქალბატონურიმად მეც მაცალე. ტელევიზიაში ნუ ვილაპარაკეთ. მაგრამ ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს. ამას გამოიკვლიოს ხელისუფლება. იცით, ძალიან ბევრი დრო. ეს უკვე უნდა იყოს ისევე როგორც არ ჭირდებოდა. სიჩქარემ რა ვიქნა ჩვენ ხედავთ. იცით რას გეტყვით? თქვენ ჩქარობთ დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება აი მაგალითად ხეების მოჭრას. ვის ამოსულას ასწრებთ ხოლმე და ისე გავარდებით განცხადების დაწერაშიც და ხეების მოჭრაშიც და აქ იჩქარეთ. აქ იჩქარეთ. არა, ეს რა დროს? ხეების მოჭრა ყოველთვის არის. აი ხეების მოჭრას განაპირობა ზუსტად ძალიან ბევრი ის უბედურება, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა. მაგალითად მოგიყვანეთ. რაღაცა დროს ალბათ ჯობია რომ არ აჩქარდეთ, მაგრამ აი ამ სიტუაციას ნამდვილად ჭირდება აჩქარება. მე არ მოგიწოდებთ რომ გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ ორ კვირაზე მეტი არის გასული უკვე. ეს ხალხი იმყოფება ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში არიან, მე ამაში ჩემ თავსაც ვადანაშაულებ. ჩვენ დედებმა და მამებმა, ბაბუებმა და ბებიების თაობამ გადავდგით აი არასწორი ნაბიჯი, უგუნური ქმედებების, ჩვენი უგუნური ქმედებების შედეგად. მივიღეთ ის, რომ დაიღუპნენ ჩვენი შვილები. და ჩვენ ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარასოდეს ეს არ მოხდეს და როდესაც ივნისის დასაწყისში ადიდ და ვერე, მაშინ აი რო არ გადაედო ხელისუფლებას ეს საკითხი განსახილველად და მაშინვე რო ეთქვა როგორ ავიცილოთ კიდევ თუ ადიდდება ვერე, მაშინ შესაძლებელია ესეთი მძიმე შედეგი. ქალბატონო თანა ეს ხომ არ გამოიწვია ამას სპეციალისტები ამბობენ, მე და თქვენ კი არა, ამას ამბობთ ჩამოიშალა. ეს უნდა დააკავშირო ვერესთან და ეს დაკავშირებაც რო ვერ მოხდა, ეს კიდე მეორე უბედურება. იმან წარმოქმნა. ამიტომ გეუბნებით. უნდა შეფასდეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და გაცხადდეს სადღაც დაშვებული შეცდომა. არა მხოლოდ წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების, არამედ დღეს ჩვენ რა შეგვეშალა, განსაკუთრებით პრევენციის მომენტში რაში დაუშვით შეცდომა, რომ აღარასოდეს არ მოხდეს არც ერთ ხეობაში ეს. ეს ხალხი ელოდება გარკვეულობას. იმას კი არ ითხოვე, რომ დღესვე უნდა დაგვაკმაყოფილოთ ჩვენ ბინით. მათ სჭირდებათ, რომ იცოდნენ, როგორი იქნება მათი მომავალი. იცით რაში არის საქმე, ბატონო ირაკლი და ქალბატონო რიმა. მე ერთი წამით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ყველას ჩვენ ვინცა ვართ, სულ ყველას გვინდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ძალიან კარგად. მაგრამ ჩვენ რომ ვაფასებთ, როგორ კეთდება, არ მოგწონს. და ამიტომ გეუბნებით. აი რა არ მომწონს ბატონო ირაკლი, იცით? დღეს ეს დოკუმენტი, რომელიც მე მგონი ყველას გიდებთ ჩემს გარდა, იყო სოციალურ ქსელებში და მე ძალიან ბევრმა დაზარალებულმა დამირეკა. შეშფოთებულები იყვნენ, გვიშველეთ და დაგვეხმარეთო და მიყვებოდნენ რა იყო ამ დოკუმენტში. თქვენ ხას უსვამთ რომ თქვენამდე ეს დოკუმენტი არ მოვიდა? ჩვენთან არ მოსულა ოფიციალურად. იცით რა, ატაქვიშეთიდან რაღაცის მოპოვებას არ ვაპირებ და მე იმის განხილვას. სამუშაო დოკუმენტი არ უნდა იყოს ისეთი არც სამუშაო, რომელსაც ჭირდება ბატონი ირაკლი ახსნა განმარტებებისთვის. კანონი ვისთვის იწერება? მაგიტომაც გაგავთონ თამარ. არა, როგორ სამუშაო დოკუმენტი
ყველა თელმა მოსახლეობამ იცის. ეს უკვე სამუშაოობას ცილდება და სამუშაო დოკუმენტშიც, აი თქვენ რო შექმნით ეს დოკუმენტი, არ ვიცი ახლა ალბათ თქვენც მიგიწვით ხო ამაში წვლილი და გადაეცით საკრებულოში ოცნების წარმომადგენლებს, მათ ხო უნდა წაიკითხონ განმარტებები კანონს აღარ უნდა ჭირდება. ხო, როგორ ფიქრობთ, არ წავიკითხავთ ქალბატონო თამა? არა, წაიკითხეთ, ხო, და როგორ ფიქრობთ, არ წავიკითხავთ თამა? იმედია ამ ფორმით არ შეგვიძლია. როგორ არა და მაგას ვამბობ, რომ წაიკითხავთ, ის ისე წაიკითხავთ, ჩვენთან ერთად წაიკითხავთ. ჩვენთან ერთად ვერ წავიკითხავთ. რატომ არ წაიკითხავთ? რატო არა, დღეს არ იყო ეს იყო რაღაც შავი დოკუმენტი და მოსული, ეს არ არის ოფიციალური. ხო, შავი დოკუმენტით მოგვეცით და ძალიან კარგ შენიშვნას მოგაწვით. რო არ გაიწელოს ეს დროში უსასრულოდ. იმიტომ რომ ეს ხალხი არის მოლოდინის რეჟიმში და უკვე გადაეწურათ ყველაფერს. საინტერესო ამაში რამე თუ შეიცვლება სანამ საკრებულოში შემოვა ბატონო ირაკლი და რას ფიქრობთ რომ შეიძლება შეიცვალოს? იმიტომ რომ მართლა ამაზე გავაგრძელოთ საუბარი კიდევ ერთი ჩართვის შემდეგ სწორედ ბატონო ირაკლი მე თქვენთან გადმოვალ აი ამ საკითხით რა უნდა შეიცვალოს კიდევ ამ დოკუმენტში თქვენი ასე რა თქმა უნდა აუცილებლად უკვე შექმნილია ეცოდინება მოსახლეობა სვანჯის ქუჩაზე მცხოვრებ დაზარალებულთა კომიტეტი რომელსაც ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ხელმძღვანელობს ახლა ის ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო თამაზ. მოგესალმებით გიორგი. აი ეს კომიტეტი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ აღწეროს ის ზარალი, რომელიც მას მიადგა. მერიაში ამ დროს აცხადებენ, რომ ზარალი აღწერილია და უკვე ჩვენ განვიხილავთ იმ დოკუმენტს, სამუშაო დოკუმენტს, რომელმაც შემდეგ უკვე საკრებულოსთან ერთად საბოლოო სახე უნდა მიიღოს. რას ნიშნავს ამ კომიტეტის შექმნა? თქვენ უნდობლობას უცხადებთ მერიის მუშაობას, რა საფუძველი ჰქონდათ ამ კომიტეტის შესაქმნელად? არა, მე მოკლედ გეტყვით, ესე იგი კომიტეტის შექმნა გადავწყვეტეთ სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კრებაზე. კომიტეტმა უნდა დაიცვას არა მარტო თითოეული დაზარალებულის კომპენსაციის განაწილების სამართლიანობა, არამედ კომიტეტის მიზანი არის თუ დავადგინოთ რამ გამოიწვია ეს სტიქია, შეიძლებოდა თუ არა გადაგვერჩინა ის 22 ადამიანის სიცოცხლე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მე 112-ს მიმართე კომიტეტის სახელით გუშინ დილით, მაინტერესებს წყნეთი ბეთანიას გზაზე, რომელსაც ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გამოიწვია მდინარე ვერეს კალაპოტის შახერგვა და წყლის დაგუბება. ეს იცოდა თუ არა შესაბამისმა სტრუქტურებმა იმ დაგუბებულმა წყალმა რამდენი ხანი მოახერხა გაჩერება იმ ხელოვნურ წყალსაცავში. შემდეგ თუ იცოდა ეს შესაბამისმა ორგანოებმა ჩვენ სვანიძის ქუჩის მოსახლეობა რატო გავწერეს სიკვდილისათვის. შემდეგ უფრო მეტიც მე მაინტერესებს ძალიან ის 38 წუთი როცა წყალი დატბორილი იყო სვანიძის ქუჩაზე, ანუ იყო ხელოვნური წყალსაცავი წარმოქმნილი იმის გამო რომ ჩაიხედა თამარაშვილის გვირაბი. ამ 38 წუთის განმავლობაში ნუ თუ არ შეიძლებოდა ახალ გზაზე იმ გოგობიჭების გახიზნა, ან იმ მანქანების საერთოდ მოძრაობის გადაკეტვა და ის დანარჩენი სიცოცხლე, რომელიც სვანიძის ქუჩიდან წასულმა წყალმა იმსხვერპლა წნეთის ქუჩაზე, ზოოპარკში, მზიურის პარკში არ შეიძლებოდა მათი გადარჩენა, ჩვენ დავკარგეთ 22 სიცოცხლე. აი ეს არის კომიტეტის მაგრამ მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ბატონ თამაზ, რატომ გადაწყვეტეთ თქვენ დამოუკიდებლად ამ საკითხების შესწავლა? არენდობით რომ ხელისუფლება თბილისის მთავრობა თავად შეისწავლის ამ პრობლემებს და დაძდებს. მე იმედი მაქვს რომ შეისწავლის, მაგრამ მე მინდა დავეხმარო შესაბამის სტრუქტურებს, ვინც ამ საკითხით დაინტერესებდა, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. აქ ლაპარაკი იყო იმ დაუზღოველი მანქანების ზარალის ანაზღაურებაზეც, მე ცოტა გადავხებ თემას. დიახ, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს თითეული დაუზღოველი მანქანის თანხაც. და რატომ? იმიტომ რომ არ იყო გადაკეტილი გზა და იმ ახალ გზაზე იმ გოგობიჭებს ის მანქანები რო არ დაეტოვათ, სოფლი გაცილებით დიდი იქნებოდა შემოკარგოთ. ეს სამართლებრივ ჭრილში გადავა აუცილებლად, რო არ გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში. ამიტომ ჯობია რომ რადგანაც ვერ შევძელი ჩვენ ამ 22 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, კეთილი ვენებო შემოკარგებოდა, მოახერხოთ სამართლიანად აი ამ დაზარალებულის, ყველა დაზარალებულის აბსოლუტურად დახმარება და ადეკვატური კომპენსაცია იქნება თუ ბინების მიცემა. ეხლა რაც შეეხება აი ამ კომპენსაციებზე დიახ ვისაუბროთ, თქვენ იცნობთ ალბათ ამ დოკუმენტს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პროექტს თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს ანაზღაურება. მე ჩემი პირდაპირობის ამბავი თემა საქართველოს მიცის, მე არ მოვერიდები არავისთვის პირში სათქმედის შეგი თქმას, მაგრამ რაც შეეხება ახლა მერიასთან მიმართებაში, მე ნამდვილად სულს ვერ ვიტყვი ახლა. რატო, ესე იგი ბატონი
ირაკლი რეფინაძე 24 საათიან რეჟიმით მართლა თანამშრომლობს ჩვენთან კომიტეტთანაც ერთობლივად, ესე იგი ღამეები გაათენეს და ეს პროექტი არის მუშა პროექტი, რომელიც დასახვეწია. მე პირველმა გამოვაქვეყნე კომიტეტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვაქვს ოფიციალური გვერდი და აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ვდებ, როგორ მუშაობ. დიახ. ასე რომ ეს არის მუშა პროექტი, რომელიც დასახვეწია. რა თქმა უნდა, ეს 5000 ლარიანი საოჯახო ნივთების კომპენსაცია ბუნებრივია, ეს დასახვეწია და შესაძლებელია, ეს შეიძლება მეღრმად წამს. ასევე აქ არის კიდე ორი პუნქტი, რომელზეც იმუშავებს მერია და ჩვენი გვერდში დგომა მათ მხარდაჭერა აქვს და ბუნებრივია გაკეთდება ყველაფერი ალბათ უნდა გაკეთდეს სხვა გზა არ არსებობს რომ ადეკვატურად მიიღოს ყველა დაზარალებულმა ზარალი ამ დოკუმენტის ესე იგი სრულად არის აღწერილი ზარალი რა არის ისეთ ახლა ბუნებრივია არსებობს იგივე სვანიძის ქუჩაზე ესეთ ოჯახები სადაც რომლებიც არ ესწრებოდნენ ზარალის აღწერას იყო შესაბამისი სამსახურები შესული, მაგრამ იქ არ იყო სახლის მეპატრონე და ნუ აღიწერა იმის გარეშე. არის ესეთი შემთხვევები. ასევე დასაზუსტებელია სიები, აი ამ სიაში არის რამოდენიმე ესეთი ოჯახი, რომელსაც არანაირი ზარალი არ მიუღია, არც პიქის ზონაში არ არის. ხშირად არის საუბარი რომ გაბედია. აუცილებლად ეს სიები უნდა დაიხვეწოს, ესეთი ხალხი უნდა ამოიღოს. ამაზე მუშაობ და მე იმედი მაქვს, რომ მერის შესაბამისი, ესე იგი, პირებთან, რომლებიც აი ამ საკითხზე მუშაობენ, აი ამას მივახცევთ ამ შეთანხმებას და ყველაფერი დალაგდება, დაიხვეწება და საკრებულოში წავა განსახილველად უკვე მზა ისეთი პროექტი, რომელიც თითოეული დაზარალებულის ინტერესებს სრულად ასახავს. ამაში ჩვენ გვეხმარება იურიდიული კომპანია სამართლის სახლი ჩვენი მხრიდან კომიტეტის ესე იგი იურიდიული მხარდაჭერა არის აი ამ იურიდიული კომპანიისაგან და აბსოლუტურად მე მინდა ყველა დაზარალებულს უთხრა რომ თუ რაიმე იქნება სათქმელი, საპრეტენზიო პირველი ვიქნები მე პირადად მე და ჩემი კომიტეტი რომელიც გამოდის საჯარო თითქოს აი ეს ხალხი თავის ამ დაგესებულ მოვალეობას არ ასრულებენ. გააკეთებენ ესე იგი ყველაფერს როგორც დაზარალებულების ინტერესს შეესაბამება გამოვაქვთ და მადლობას მოვუხდით ყველას. დიდი მადლობა თქვენ ბატონო თამაზ ელისბარაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მე დაპირებდი გადასულიყავი ის ვიცემერთან, მაგრამ ჩვენ შემოგვიერთდა სხვა გადაცემიდან და დიდი მადლობა ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოდან, ამიტომ მე მინდა ახლა მისგანაც მოვისმინოთ, რას ფიქრობს ის ამ სამუშაო დოკუმენტზე. თქვენ იცნობთ აგრეთვე ალბათ ამ დოკუმენტს? არა, მე არ ვიყავი თბილისში, დღეს პირდაპირ საკრებულოს ხდომაზე მივედი. ყოველ შემთხვევაში გარკვეული მოსაზრებები აი ამ პროცესთან დაკავშირებით თქვენ აუცილებლად გეკნებათ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და შემდეგ უკვე ბატონო ირაკლი თქვენთან გათხოვა. პირველ რიგში მინდა ყველას მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ მე თბილისში არ ვიყავ და ჩემს კიდევ უფრო მძიმე იყო, ძალიან შორს ვიყავი შეერთებულ შტატებში 3 კვირით და კინაღამ მოუკვდი დარდისგან და ნერვიულობისგან და უმწეობის განცდისგან, იმიტომ რომ ვერავის ვერ ვეხმარებოდი. რაც შეეხება დოკუმენტი იქნება თუ არა დოკუმენტი, აქ არის პრინციპი ძალიან მარტივი, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპენსაციასთან დაკავშირებით. და ნატამალი პრეტენზიისაც კი არ უნდა ქონდეს არც ერთ დაზარალებულ თბილისის მერიასთან დაკავშირებით. თბილისის მერიამ და სახელმწიფომ ისე ძალიან ბევრი დააშავეს ამ ადამიანებთან დაკავშირებით და თბილისის მერიამ და ქართულმა სახელმწიფომ ისე ძალიან ბევრი დააშავა ზოგადად თბილისის წინაშე და ეხლა დროა რომ გამოფხიზდეს ძალიან თბილისის მერია, იმიტომ რომ პირველი დღეები ხმას არ ვიღებდი, რაც შემეძლო იქიდან რომ სტატუსებს წერ და ყველას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდი თბილისის მერიის და მხარში დგომის, მაგრამ ახლა უკვე ძალიან წარი რეალობა. დავით ნარმანიას უმწეობა უკვე არის ფატალური. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კაია აქ ირაკიც რომ ესწრება. ან უნდა დავით ნარმანია რეალურად მერი გახდეს დღეის აქეთ მაინც, ან 13 ივნისის აქეთ მაინც და ქალაქზე რეალურად იზრუნოს და თავის თავზე აიღოს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ყველა 5 ივნისს მოხდა პირველი წყალდიდობა. 5 ივნისს პირველად რომ დაიხრჩოთ ამას ელისბარაშვილის თავშესაფარში ძაღლები. 5 ივნისის მერე რა გააკეთა თბილისის ხელისუფლებამ იმისთვის რომ პრევენცია მომხდარიყო. ერთი ხეობა რამდენიმე კილომეტრია. შეისწავლეს მეწყერსაშიში ზონები? თუ შეისწავლეს რატომ არ მოხდა ის ადამიანების ევაკუაცია? 1 საათი რო ხალხი რეკავდა და იქ არ ვიცი მე იმ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში 112-ში რა ხალხი მუშაობს, ის დამშვიდი დაწყნარით კი არა, დროზე იქიდან ევაკუაცია იყო საჭირო. კი ბატონო, ვერ გამოვიტანეთ იქიდან დასკვნები 5 ივნისის ამბიდან, ხო 13 ივნისს დაგვატყდა თავს. დღესაც საკრებულოში ქუჩების გადარქმევაზე კი არ უნდა გვემშელა. ყველა უნდა მსჯელობდეთ, დავხუროთ ხდომა კი ბატონო, რაღაც თუ ისეთი დეტალებია რომ რომელი რგოლი არ მუშაობდა.
რომელმა რგოლმა არ იმუშავა, რატომ მოხდა ეს? რომ წინასწარი შეტყობინება კი არა, ხალხის დროულად გამოყვანა ვერ მოხდა. გზის გადაკეტვა რატომ არ მოხდა, რომ იქიდან გამოსულიყო? ამაზე უნდა მუშაობდეთ თითოეული ჩვენგან. კომპენსაციაზე საერთოდ რაზე არის ლაპარაკი? ერთი ნატამალი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს არავის. იმიტომ რომ მერიის პასუხისგებლობა იქ რომ ადამიანები დაიღუპნენ. მერიის პასუხისგებლობა რომ იმ ადამიანებმა ამხელა ტრავმა მიიღეს და ამხელა დანაკარგები იყო. უცბად ხო არ მომხდარა? 5 ივნისს დაიტბორა პირველად მზიური. კარგად გავიხსენოთ ეს ყველაფერი, ხო? და ამის შემდეგ რა და იმაში რომ არ მინდა ეხა კაი ტიპობა და აი 5 ივნისს 6 ივნისს ჰქონდა დისკუსია პირველ ახსე მე და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს და ვეუბნებოდი კიდეც რომ პრევენციაზე იფიქრეთ ახლა მაინც მანდამაინც დიდი უბედურება ნუ დაგვაწყდება თავზე 21 საუკუნეა იმას ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ტრასას გაყევით ყველგან მეწყერსაშიშ ფერდობზე არის სენსორები დამონტაჟებული და მართვის ცენტრში ავტომატურად გადაიცემა ინფორმაცია მილიმეტრებითაც რომ მეწყერი დაიძრას საქართველოს დედაქალაქია და აქ არ იყო ეს რაღაც ხო ფული არა გვაქვს ფულს ვერ ხარჯავს მერი 140 მილიონი იმაშია რა ქვია დაუხარჯავშია ნაშთებშია გადასული ამიტომ კარგი ვერ იმას ვქენით ხო ან იმას რომ ამბობდით რომ მორატორიუმი ამ თბილისის ვაკეში საბურთალოს და ვერაზე რო თქვი ეს სიცილად არ იყო ძალიან ბევრ ჩემ კოლეგებსაც საკრებულოში და ანტისახელმწიფოებრ რამეებს ამბობ არ შეიძლება ასეთი ქაოსი ქალაქის მიმართ რომ შენდება იმაზე რა ქვია ვერი ადიდა და ვერის ხეობაში კარგით მაგრამ პავლოვზე წინამძღვრიშვილზე რომ იქონდა იქ მანდამაინც ხალხი უნდა დახოცილიყო ხო რატომ კორპუსები რო შენდება ესე ქაოსურად და დღემდე რო გაიცემა ნებართვები რაზე ხდება იმის დაერთება ძველ სანიაღვრეზე ძველ კანალიზაციაზე 40-იან წლებში აშენებულზე მანდამაინც ხალხი უნდა ჩანჩქერით მოდიოდა იქ ხო და საშინელება არის ეს და დასკვნები გამოვიტანოთ გავაანალიზოთ ახლა მაინც რომელმა რგოლმა ვერ იმუშავა და ხედავთ უკვე რომ დავით ნარმანია უკვე არავის არ ახსოვს საერთოდ სახელმწიფო კომისიას მის პრემიერ-მინისტრი ვერეს ხეობაში რაღაცები უნდა ავაშენო იქ რაღაცა ეხლა კავკასიაზე მანჰეტენის იდეა გაუჩნდა რომელიღაც ხალხს და იქ ღურიერ წყალში თევზის დაჭერა უნდა აქეთ ეხლა ღარიბაშვილმა იქიდან ძეგლი უნდა წამოვიღო უკვე ნარმანია არავისთვის არაფერს აწარმოადგენს საკრებულო დღის წესრიგს ვერ განსაზღვრავს ქალაქის პრობლემების, მაგრამ მოდი დავსხდეთ ამ უბედურების მერე გამოვიტანოთ დასკვნები. ის რომ კომპენსაციას მივცემთ, რომ ამაზე საერთოდ როგორ უნდა ვლაპარაკოთ. ამ ხალხს თვალებში როგორ უნდა უყურებდეთ რომელიმე ჩვენგან. კაცო, ვინ ამბობს რომ კომპენსაციას არ ვაგლებთ, რატოში მე ამბობ ამას. უნდა მოხდეს ყველაფერი. თქვენ დღეს ჩამოვედიო თბილისში, ამბობ და არ ახარ საქმის ხუთში, ალეკო გენაცვალე და რატო შეყავს მაყურებელი მე საერთოდ არაფრის საქმის ხუთში არ ახარ ამ კომპენსაციას. ერთი წელი რომ გავიძახი და თქვენ რომ სიცილად არ ყოფნით, მორატორიუმი მოიცარა მორატორიუმი. ხო, ისიც მე არ მithქვა, ხო? როგორ ხარ შენ რომ ყველაფერში შენ ხარ საქმეში შეხებინდა სამართლიანი. ხო, ხარ თქვენ ხარ და აი შენ ძალიან კაი შეიძლება. ფატალური ხდება, ეს შეიცავ თავი და სადაც თქვენ მე ამას მithithეთ ჩვენ. ძალიან ცოტა თავი. ისეთი გისმენთ ეს წელი საკრებულოში. პრაქტიკული შედეგები. ეს შენ რა გააკეთე? მაინტერესებს ამ საკრებულოსათვის ერთი თემა გამომიღე და მითხარი რა გააკეთე? როგორც დეპუტატი. რომელი ერთი გნება? ერთი თემა გამისახე. მეუბნებოდით მაშინ. რას ქვია მეუბნებოდი? რას გეუბნებოდი? განეხილეთ ეს რო ყოლებოდით სიცილი. რომელი შენებობის მორატორიუმი? შენებობის მორატორიუმი. ნარმანიამ დააყენა ეს მორატორიუმი მაშინ მან დაგიბლოკა ეს. ნარმანიამ გასხათულა ახალი კორპუსის შენებობის ნებართვა ვერესხეობაში. ამდენი პოპულისტი დაიწყო საქართველოს საზოგადოება. შენი პოპულისტური საქციელი პოპულიზმი აგიჩემებია და თქვენი შედეგები რა არის კი უნდა ხდება. უხერხულია შენი ასეთი ქმედება. ძალიან უხერხულია თქვენი მიართობა უხერხული მართლა ჩამოგდანებულიყავი გენაცვალე როგორც ჩვენ მიდაჭით 18 დღე და მაქსიმუმს ვაკეთებდით რა შეიძლება და თქვენ ჩამოსულიყავით ჩვენს გვერდით და კარგად ისაუბრებდი მაშინ ძალიან კარგია ტელევიზიიდან და კომპიუტერიდან საუბარი დიახ ისე 13 ამბობს რომ დგარიყავით ის უყვება არის სისტემა რომელიც უნდა ყოფილიყო ქალბატონო თამარ დაყენებული იყო დაყენებული და რა ნარმანიამ არ გააკეთა სისტემა აი იმ საკითხებზე საუბრობთ ახლა რამდენი ხანია არის მაგაზე საუბარი და მე მგონი უკვე 11 თვეა მერი არის 11 თვე 15 ივნისის არჩევნები და მეორე ტურში 11 თვე არის რამდენი თვე უნდა დაჭირდეს რომ რამე გაიმართოს ამ ქალაქში ზოპარს გადავიტანო მეორე დღეს არ მივიდა არჩევნებიდან და ერთი წელი რატო ვერ გადაიტანა ის ზოპარი ან ნებისმიერ რა გაკეთა გენგეგმა არ არის ტრანსპორტი არ გამართულა
წინია სარაკარებ მორატორიუმი გითხარით მოკვდით იცი ჩვენ დაგწინი ხართ ოპოზიცია საკრებულოში იმის შედეგებია ეს ხო დაგწინეთ და შედეგებია 15 გენგებმა არ იყო ჩაგებული არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ კბილებით არ გავიტანეთ ის რომ გაკეთებული იყო გენგებმა და 2 მილიონი ახლა არ არის ჩაგებული არ გაკეთებულა როგორ არის თქვენ ახლა ბევრი რამე არ გაკეთებულა ავტონორიმა რასაც დაპირდა მე რატო არ გააკეთა შენი ბრალია რომ არ გაკეთებულა თქვენ რა დაპირდით უკეთესად რომ მოაჩვენეთ ისეთი ვითარება გახდა მეტი ვეღარ შემდგები შემოსაყარებლო შემდეგოთვალ გადაბრალება გადაბრალება დავანებოთ ეს აღარ მინდოდა მე თქვა ზუსტად თქვენი მუშაობის შედეგია ის რომ გეოლოგიური დასკვნა რომ ყოფილიყო იმ ძალზე ჩადებული ზუსტად ის რომ ერთი წუთით მაცარე აღარ მინდოდა გეოლოგიური დასკვნა ვერა შედება ის თეორიულად გამორიცხული ამარაშვილის თუქადე როქნა მიბმული გმირთა მოედანი და რეაბილიტაცია როქნა ის ჩადებული რომ ახალი შენობები ქონა დაწყებული სამი პროექტი როქნა დადებული 165 მილიონი და ვადაში ერთი წუთით 85 მილიონი პროექტი რო აირჩიეთ შენმა და შენმა პრეზიდენტმა რომ ჩქარა გაჩქარებული არავის არაფერს გეუბნებით იმას რაც იყო რეალობა თქვენ გინდოდათ რომ ამ თემებს მე შევხებოდი საერთოდ ვიყავ მოსული აქ ამ აუდიტორიაში რომ გუშინდელ დღეზე არ მესაუბრა თქვენ იცით ირაკლი და ქალბატონო თამარ რომ 13 ივნისის შემდეგ მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი იმისათვის რომ ამ ადამიანებს ერთი თეთრი იყოს ყველაფერი გამჭირვალე იყოს ყველაფერი იდენტური თქვი არით როგორ აპირებთ იქნება სპეციალურად პროექტი გახსნილი ყველაფერი გამჭირვალებთ და მე ყველაფერი არის გაუმჭირვალე და გითხარით საერთოდ ზოგადად იქნება პროცესი გახდება რო იქნება გამჭირვალე და მე რატომ ხარ ყველაფერი ჩაკეტილია რა ქვია ჩაკეტილია ითქვა ღია და გარკვევით რომ ის თანხები რომელიც არის მაქსიმალურად მობილიზებული დღეს ამ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით 25 მილიონამდე ლარია შემოსული გაიხსნება სპეციალური გვერდი ქალაქის მერიის გვერდზე დიახ გახსნილია ეს გვერდი უკვე დიახ აბსოლუტურად ერთი თეთრით იქნება ხელმისაწვდომი და გამჭირვალე თითეული მოქალაქისათვის ვინც გამოიჩენს ამ საკითხების ნახვის ინტერესს თუ საწავი და ვის მიეცა როგორ მიეცა თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ადამიანების აი ეს მდგომარეობა სადაც დღეს დედა ჩემი რაიონის 30000 სკოლის დირექტორი დღესაც ეძებს თავის 31 შვილს დაკარგულ შვილს თქვენ როგორ ფიქრობთ ხელისუფლება და ჩვეულებრივად რიგითი მოქალაქე გულის შემძვრალია ეს ყველაფერი მე დღეს ფეხები მრჩებოდა ამ ეთერში რომ მოვდიოდი იმიტომ რომ ძალიან ტკივილიანია ეს თემა და როგორ შეიძლება ჩვენ პოპულისტურად ვილაპარაკოთ ამას ის უნდა გაუკეთოთ ამას ეს უნდა ვილაპარაკოს პოპულისტურად წელი გეჩიჩინებით ელემენტარული რაღაცები იმას რომ კორპუსების აშენება ასე ქაოტურად არ შეიძლება აი ამას ვის ქონდა ეს ზოგი დროს აიყო კორპუსი რო შენდება ეს ხეობას რო კეთას პირდაპირ სამომზადი და გაჩვენე ზოოპარკის გადაღმა რო შენდება ვინაშენდა ვის დროს აიყო გასვია რო გაქცეს ამათმა ცუდი ნებართვები გაგეუქმებინათ გაგჭირდება შელოცვა ჭირდება თუ გამოვიდა გაგეუქმებინათ ხომ გეუბნებოთ რომ მარტი აპრილში მაისში გაცემული რევიზია მოვახდინოთ რომ ნებართვების საკრებულოში ფეხი რო შევდგი მაშინ თქვი მე არ კეთდება რო გაატარეთ ის აი მამის შედეგებია ეს ყველაფერი უკანონო შენებლობა უკანონო შედეგია ის ყველაფერი ქაოსი ამათი აშენებული იყო ის და იმას მე რომ ვაპროტესტებდით ჩემი მეგობრები თქვენი გარმიაკი ჩვენ ვაპროტესტებდით არა მე რომ მოყვედით ხელისუფლებაში რატო აღჭერდეთ იმ დასკვნას რომ რატო არის ეს დამტარუნარიანია არ ვერ გაატარეთ მაგრამ რამეს რო გეტყვით თქვენ იცინი ხართ და ყველაფერი იცით შედეგებს მაგერა აფერს არის ლექსიკონი შეარჩიეთ ლექსიკონმა ჩვენი რა შეერჩეული ქალბატონურიმა ძალიან ზედმიწევრია შეერჩეული ძალიან თხოვნა იმაზე უფრო კორექტულად ვიდრე შეიძლება საჭირო ვის ესაუბრები გაითავისე ძალიან არიცი ძალიან კარგად ამ ბოლოს რაღაცები ძალიან ზარიგები ერთი წელია მესმის საკრებულოში აცივცენ თავს უფლებას მე შეთქვა დაგარი ბატონი რა კისანია ერთი წელია თქვენი ტყუის ზარიგები და შედეგებსაც ხედავ რომ მეტარები იმ საკრებულოში რამეს ვინმე იტყვის და კლებიც იცივით ეს არის უზნეობრალდება ხა რასაც თქვენ ბატონი რა უზნეობრალდება თქვენი მეუბნაზე და უზნეობრალდება თქვენ მე ნუმერა პერიოდში რომელსაც ეწევით დიახ ხო ბატონი რა კისთან მინდა მე გადავიდე ვიცემერთან პოპულიზმი დავით ნარმანიას უმწეობა არის ფატალური განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და ის ითხოვს რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა იყოს ნარმანიას იბეჭავი არის ფატალური უკვე ფატალური და ცოტა უნდა გაიგვიძოს ნახოთ როგორია მერის მოადგილის პასუხი. არ იმყოფებოდა საქართველოში და არ ვიცი ნიუ-იორკიდან თვალყურს ადევნებდა თუ არა იმ პროცესებს რაც ხდებოდა თბილისში.
დაწყების დღიდან. და წვიმა დაიწყო ღამის 10 საათზე მერის ყველა სამსახური. იყო მობილიზებული ბატონ დავით ნარმანია. თამარაშვილის ქუჩაზე პირადად იდგა და ყველა სამსახურს, რომელიც მის დაქვემდებარებაში აძლევდა შესაბამის დავალებას. მეც იქ ვიყავი და ელემენტარულად მოსახლეობამ კადრები მაინც ნახა, როგორ იყო ჩართული ამ ტალახში და ამ მთლიანად ამ გაწმენდით პროცესებში მთლიანად ბატონი დაგვიდა. საკვეთო ერთი წამი ძალიან გთხოვთ ერთი წამი უნდა დავასრულო საუბარი იმაზე რომ არაფერს ეგ არის აბსოლუტურად ერთი წამი. მე ვსაუბრობ იმაზე რომ რო არ ყოფილიყო ის მობილიზება რაც იყო, სხვა შეიძლება გაცილებით დიდი ყოფილიყო და ამას ვაცხადებს სრული პასუხისგებლობით. ეხლა მინდა ჩვენ გავწვით დავუშვით იმას რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა ხელისუფლება. ადამიანებს ცოტა სხვა მოლოდინი აქვს დღევანდელი ჩვენი ეთერის მიმართ. ყველა თქვენი რესპონდენტი, რომელიც ჩვენ აქ ხავდა, თითქმის ყველას ვიცნობ პირადად, თითქმის ყველასთან მისაუბრია ტელეფონითაც და პირადად შეხვედრი ვარ. ქალბატონ ბელას ჭირდება დაზუსტება ინფორმაციის და მე მზად ვარ ხვალე შევხვდე. მას ორი ძირითადი პრეტენზია ჰქონდა მე გავიმეორებ დინების კომპენსაციასთან დაკავშირებით და 5000 ლართან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია. მე მგონი საუბრის დასაწყისში როგორ დაბალანსდება ეს პროცესი. ამიტომ ქალბატონ ბელასთან მე მზად ვარ ხვალე შევხვდე და ეს საკითხი კიდევ ერთხელ თავიდან გავიარო. კი, გეტყვით მივალ მაგ საკითხებამდე, ბატონ თამასთანაც გვაქვს ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და თითქმის ყველა იმ ადამიანთან, ვინც თქვენ რედმაში თორნიკე მეშველიანი გამოვიდა, მაგაცაც პირადად შემილია, დაველაპარაკო ხვალვე და რა შეკითხვებიც აქვს პირადად გავცე პასუხი. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 250 ლარი ერთ სულზე. თუ არის ორსულიანი ოჯახი მიიღებს 500 ლარს, თუ არის 4 სულიანი 1000 ლარს. ეს საკითხი შეიძლება კიდე გადაიხედოს და კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა მუშა დოკუმენტზე, რომელიც შეიძლება დაკორექტირდეს, დაიხვეწოს და კიდე უფრო მოერგოს იმ ოპტიმალურ თემას, რომელიც ამ ადამიანების ინტერესებში ზის. ამიტომ ჩხუბი და საუბარი იმაზე, რაც ჯერ ბოლო ფორმამდე მიყვანილი არ არის, მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამუშაო რეჟიმში და არა ესეთი რაღაცა პოლიტიკური ოპონირების ნახეთ, რომ ეს უფრო სიმბოლური თანხა და რეალურად ამით პირველად კომპენსაციების თვითების შეძენა შეუძლებელია. კი ბატონო, მე აქ ამაქვს წამოღებული საოჯახო პაკეტი, რომელიც პირობითად არის ჩვენს დოკუმენტში ჯერ 5,000 რა თქმა უნდა 5,000 ლარად სულადობის მიხედვით არის ეს პაკეტები განსაზღვრული და შემიძლია ჩამოგითვალოთ 5 ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს სახლის და უძრავი ქონების გარდა აღჭურვილობას ამ ოჯახის. ეს არის საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირველადი საჭიროების ნივთები და დამატებითი კომპონენტი, ვისაც 5 წლამდე ბავშვები ყავს. ეხლა შორტს აგვიყვანს თუ არა დაგიტოვებთ მე ამ დოკუმენტს და იმ სიასფრე არ მოიცავს 4 სულიანი, 5 სულიანი და ასე შემდეგ ოჯახების არ ყოფნის ამას 5,000 ლარი, შეიძლება იყოს 5,000, შეიძლება არ იყოს. მაგას საუბარი არ არის. საუბარია იმაზეც რომ ეს ჩვენ გვყავს ახლა კონტრიბუტორები, კომპანიები, რომლებმაც ფინანსური შემოწირულობა გაიღეს და კომპანიები, რომლებიც გვეუბნებიან რომ ჩვენ მართალია ფული არ შემოგწირეთ, მაგრამ მაგალითად 15 ოჯახს დავაკმაყოფილებთ ავეჯით, მაგალითად 10 ოჯახს დავაკმაყოფილებთ ტექნიკით და ეს ყველაფერი ჩვენ ბაზაში არის და როდესაც დაიწყება ამ წესის აგერომ თუ ვიღაც სხვა ორგანიზაცია ეხმარება, მაშინ ამ კომპენსაციას საერთოდ ვერ ხა ოჯახი მიიღებს ტექნიკის და საოჯახო პაკეტს რომელიღაც კომპანიისგან, მეორე პაკეტს ამ ადამიანს რა თქმა უნდა არ მივცემთ, ხო? ერთი თემაც არის და ეს ამისთვის ეცეთ უნდა იცოდეს მოქალაქეება, ვინც იყო სოციალურად დაუცველი და მოხდება ამ დახმარების ნაწილში. ის შეიძლება ამოღებული იქნას სოციალურ დაუცველთა სიით, ამიტომ ის იძენს პრაქტიკულად ძალიან ბევრ საჭირო. ამიტომ ამის მზაობაც მინდა კონდეს მაყურებელს, მაშინ თუ რა ურჩევნია და ეს არჩევანი გააკეთოს. ამიტომ ის 5,000 ლარი რა თქმა უნდა დაკორექტირდება და მოერგება პაკეტს. შეფასება სოციალურად დაუცველთა ბაზარში მოხვედრის აღარ იქნება ქონებაზე დამოკიდებული, იქნება შემოსავალზე და მაშინ რატომ მოვარდება? ეგ უკვე არ ვიცი, მე მგონი ამ დისკუსიის საგანი არ არის, მაგრამ მე ვამბობ დღევანდელი არსებული სიტუაციით. ხა რამდენიმე საკითხს უნდა გავცე პასუხი ავტომობილების დაზღვევასთან დაკავშირებით. მე დღეს ვთქვი ესეთი რა და სიტყვასიტყვით გავიმეორებ, ჯერჯერობით ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ, იმიტომ რომ ჩვენი პირველი ამოცანაა ამ ეს ადამიანები უზრუნველყოთ საცხოვრისით და უზრუნველყოთ ყველა პირველადი საჭიროების ნივთით. ჩემი პირადი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, მე ვთვლი რომ ავტომობილი რომელიც არ იყო დაზღვეული არ უნდა ანაზღაურდეს და ამისთვის არსებობს კერძო სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს დამოკიდებული არის ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას. ამიტომ დაველოდოთ ჯერ ამ პირველად პროცესს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის და ამის შემდეგ გადავიდეთ ავტომობილებზე. მანჰეტენს მაგაზე შეგვიძლია ალკო ვისაუბროთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს, მანჰეტენს რაც შეეხება, მე პატივს ვცემ ადამიანებს და თბილისში არის თბილისის მერიაში შექმნილია კომისია, სადაც შედის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ყველა მათგანი
ამ კომისიის შეხვედრაზე აკეთებს საკუთარი ხედვის და საკუთარი პროექტების პრეზენტაციას. ერთ-ერთი მსგავსი ტიპის ინიციატივა ეს, რომელიც არ არის თბილისის მერის ოფიციალური ინიციატივა და ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება ჩვენი მხრიდან იყოს მოსმენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ჩვენი ინიციატივა არ არის, ზუსტად ისე იქნება. მე გეტყვით ამ ეტაპზე რას ვფიქრობთ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ვერეს ხეობა და სადაც არის დღეს ზოოპარკი, რომლის დიდი ნაწილი არის განადგურებული, ამ ეტაპზე ჩვენი გადაწყვეტილებით იმ ზონა მოინიშნება, სადაც არის სიცოცხლისთვის საშიში და იქ იქნება მწვანე რეკრეაციული ზონა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ძალიან დიდ სივრცეთ. ცოტა გასწრით იმის როგორ განვითარება მოყვება ამ ყველაფერს, ეს არის კიდე შემდგომი მსჯელობის საგანი, რომელზედაც ჩვენ სპეციალისტებთან ერთად გავდივართ. კიდე მინდოდა რამ ხო? დაგიბრუნდებით ისევ მე თუ შეიძლება მინდა ერთი საკითხი განმოვცემ დაუბრუნდი ამ დაზარალებულების, ასე ვთქვათ, კომპენსაციის წესს და მე მინდა ალეკოს წინადადება, ასე ვთქვათ, გავაგრძელო და არა მხოლოდ მერი გამოიყურება უსუსურად, სამწუხაროდ გამოიყურება მთლიანი სახელმწიფო უსუსურად, როდესაც დღეს მერის მოადგილე საუბრობს პირველი და მეორე რიგის ამოცანებზე და რატომღაც მეჩვენება, რომ სახელმწიფო მთლიანად ერგება იმ სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში შემოწირული თანხების ბიუჯეტს და არ ცდილობს, რომ რეალურად ადამიანების საჭიროებებს მოერგოს და თუ კი თანხების საჭიროა დაამატოს ბიუჯეტში. იმიტომ რომ ბატონო ირაკი დავასრულე თვითონ წესშიც კი ჯერ ერთი პირველ რიგში მერთი რატომღაც აღმოჩნდა, რომ მეწარმე სუბიექტებს თქვენ ექცევით როგორც გერებს, არასაც საუბარი არ არის მაღაზიებზე, არცად არ არის საუბარი იმ საწარმოებზე, რომლებიც ამ სტიქიის უბედურების დროს დაიწყო. ამ წესში საუბარი არ არის, ქალბატონო რიმა. ამიტომ მეწარმეობის ხელშეწყობა რო არის საჭირო ქმედითად, ეს არის უნდა აისახოს წესში. და ისინი არ არიან ჩვენი გერები. საცხოვრებელ სახლს დაკარგავთ თუ შემოსავლის სახლს და მე ამის გამო დაკარგავ საცხოვრებელ სახლს, ეს ერთი და იგივეა სტიქიური უბედურების შესახებ და ერთ წინადადება და დავასრულებ საერთოდ ის რომ პირველი და მეორე რიგის ამოცანებზე და ბიუჯეტის შეზღუდულობაზე თქვენ დღეს საუბრობთ სახელმწიფოში, რომელსაც წესით ამის ფინანსური პრობლემა არ უნდა კონდეს, იმასაც ემჩნევა, რომ რატომღაც წესში გაწერილი გაქვთ დახმარების პრიორიტეტულობა. რა პრიორიტეტულობაზე არის საუბარი? ამ 161-ვე ოჯახს ჩვენ ერთდროულად უნდა შეეწოს სახელმწიფო დაეხმაროს და არანაირი პრიორიტეტულობა, ვინ არის სოციალურად დაუცველი, ვის ხავს პატარა ბავშვი, ვის ხავს მოხუცი. ბატონო ირაკი, ეს თქვენ წესში გიწერია, ანუ თქვენ საუბრობთ, თქვენ უშვებთ, რომ თქვენ ვერ დაეხმაროთ ვიღაცას თანხის უკოლობის გამო და ამის გამო ამ ადამიანებს აყენებთ რიგში. რიგში გულმა ამ სიტუაციაში არის ძალიან უსერხული ამ ადამიანებს რიგში ჩაყენება. არა, ბიუჯეტი უნდა იყოს საკმარისი, რომ ამ ადამიანებს ერთდროულად დაეხმაროთ და ამისთვის პრიორიტეტულობა საჭირო არ არის. ამიტომ დღეს სამწუხაროდ სახელმწიფო თქვენი სახით გამოიყურება მართლა ძალიან უსუსურად და ადამიანებს უჩნდებათ ალბათ განცდა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია მათი დაცვა ესეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ბატონო ირაკი, ვიდრე დაგიბრუნდებოდით, ვისაუბროთ არკეთვე და ნახოთ ის თუ რამ მდგომარეობაში არიან დღეს დაზარალებულები, საცხოვრობენ ისინი, რა პრობლემები აქვთ დაზარალებულებს. მათ საცხოვრებელ პირობებს უკვე ორი კვირა არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი სწავლობს, რომელმაც ამ თემაზე კვლევა მოამზადა, რა წერია კვლევაში და რა პრობლემები აქვთ ეკოდევნილებს. ამის შესახებ მედიატორის თანადამფუძნებელი თეონა ჭალიძე ისაუბრებს, მაგრამ მანამდე ვნახოთ რას ამობენ თავად დაზარალებულები. ჩვენ როგორც კეთოვნები, ისე გვერიდებიან სხვა შორის განქირავებლები. იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრათ არჯერად თავობის, რომ ჩვენ გადაგვიხდიან, თქვათ, აი ეს ნახევარი წელი იქნება თუ ერთი წელი იქნება, ხო? ამ თანხას გადაგვიხდიან, ეს არჯერად ხალხს და ალბათ 10 ოჯახი მაქვს და 10 სახლი მაქვს უკვე ნანახი და იძულებული ვარ რომ მოვიტყუო. ჩვენ ლარი ჩვენი თავრობისგან არ გქონიათ და მაგათ გქონიათ რომ ჩვენ ვართ უმეცარი ხალხი, ჩვენ გაჭირვებული ხალხი ვართ და დამწუხრებული ადამიანები ვართ, თორემ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი გვესმის, ჩვენ ისიც ვიცით რომ ჩვენს ანგარიშებზე ძალიან დიდი ფულია შემოსული, ხო ესია. ამ თანხიდან მიგიღიათ? არავით არის, ლარი არ მიგვიღია შულო ამ თანხიდან. მე უფრო ის მიკვირს, რატომ არ იფიქრეს ერთხელ ჩვენმა მთავრობამ, რომ ჩვენ ელემენტარული გადასაადგილებელი საშუალება. თქვათ მე დედა მყავს 86 წლის ავადმყოფი ადამიანი, რომელთანაც მინდა წასვლა და ვერ მივდივარ. მე შენ გადმომირიცხე ის რაღაც გარკვეული თანხა, რომ მე ჩემ შვილიშვილს და ჩემ შვილ რაც მინდა მე ის ვიყიდო და ის გავაკეთო, იმიტომ რომ აქ ჩვენს სასტუმროში არ არის სამზარეულო. ამდენად ჩვენ ის მაკარონი ვერმიშელი თუ წიწიბურა თუ რაც მოგვიტანეს, იმას ჩვენ აქ ვერ ვაკეთებთ. თუ ეს მთავრობა
უთავბოლოდ არ იქცევა და უთავბოლოდ მთავრობა არ ქვია ამ მთავრობას, ხო? მაშინ აქამდე ეს ყველაფერი გარკვეული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ბევრი. ეს მასშტაბური და გლობალური არ იყო, შვილო. ეს იყო სულ რამოდენიმე უბანზე, ხო ასეა. ამიტომ ეს უნდა აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო ეს ყველაფერი, მე ასე მგონია და რადგან ვერ მოგვარდა, ესე იგი ან უთავბოლოა მთავრობა, ან ასე გვაჩვენებს თავს, ან და რაღაცა კიდე მესამე მიზეზია, რომელიც ეს ყველაფერი გაირკვევა, აუცილებლად გაირკვევა და ქართველი ხალხი ამას არ აპატიებს მთავრობას, არც ერთ მთავრობას. დღეს ახლა ჩვენმა მერმა რაღაც ისეთი რაღაც თქვა, რომელიც აი ვერ აგიწერთ როგორი შეურაცხმყოფელია. შეიძლება ეს პასუხი, რომ გამორთეთ კამერები და შემდეგ გეტყვით. საცხოვრებლად როგორც გამგებელმა გითხრა, გაგეკეთებთ რემონტებს შეხვედრა. თქვენ შეხვიდოდით ესეთ სახში? გეკითხებით ესეთი ამბავი საათზე. რა თქმა უნდა, ეს იცით რომელი ადგილია ახალი ტრასა, სადაც გადის. იქ არის ესეთი ეზო. იქ აღარც ეზო არსებობს. იქ ვინ შეიძლება იცხოვროს, როდესაც არის შლამით. ჩვენს ქვემოთ 2 მეტრ-ნახევარი და 3 მეტრამდე არის პადვალი, რომელიც შლამით არის ამოვსებული და ვერ საიდან ვერ ჩადიან. პადიეზიდან არის ესეთი სოროსავი ჩასასვლელი და ვერ ჩადიან. ახლა რაღაც ისინი გაუკეთებია, წყალი გამოვიდა, მაგრამ შლამით არის სავსე. ჩემთან, ჩემს სახლში მე იმის მერე იქ არ ყოფილა, ჩემმა ბიჭმა თქვა ვანიდან და ტუალეტიდან სულ ამოდის დღემდე წყალი. მე იქ ოქროს კედლები რო გამიკეთოს, იქ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს, იყო ლაპარაკი იმდენი თანხა შემოვიდა, ბინებსაც გიყიდითო. მაგრამ ეს არის გამგებლის სიტყვიერი ნალაპარაკების. სხვა აბსოლუტურად რამე, ვინმე მოსულიყოს, დაგლაპარაკებოდეს, რაღაცა შემოთავაზება ყოფილიყოს, ან დახმარება ყოფილიყოს. აი ნამდვილად უდიდესი მადლობელი ვარ მოსახლეობის და არასამთავრობოების წითელი ჯვარია ეგ რა. აი ნამდვილად ისეთი დიდი ყურადღება, ისეთი აი უბრალოდ შოკში ვარ. მთავრობიდან ვერაფერს ვერ ვიტყვი. ჯერჯერობით არაფერი არის. რა გახდა ესეთი რამდენი ოჯახი ვარ? აჰა, თავიდან ბოლომდე იქნება ალბათ სულ 100 ოჯახი, ხო? იქიდან უმრავლესობა არის, ვისაც სარემონტო ისინი აქვს, ხო? აი რა გახდა ესეთი აი ამდენი ხანი? მე პირადად ონკოლოგიური დაავადებული ვარ, მესამე სტადია მაქვს. მე უთხარი კიდევაც გამგებლის მოადგილეს, რომ ყოველი დღე ჩემთვის რაღაცას ნიშნავს, ხო? არ მინდა სხვის ბინაში რო ის რა ქვია რამე მომივიდეს. რა ვიცი, რომ არაფერი აბსოლუტურად არ ჩაჯერჯერობი. მე პატრონემ გითხრა, რომ ანუ დამიცალეთ რომ ბინაო, მე ვარ მაქო გარანტია არანაირი ვინ გადაიხდეს ამ თანხასო და იქნება დაცალოტო ბინაო და მე გადმოვედი აქ დედასახლიან ვარ დატყორილა აქვე ახლოს არის. ამ სახში მოვედით, მეტი წასასვლელი არსად არ აქვს. ალტერნატიული ფართი არ შემოუთავაზებიათ ამ ეტაპისთვის, უბრალოდ გითხრეს, რომ ქირით გადაგიყვანთ, სადღაც 1 თვე ან 2 თვე ხელშეკრულებას გააფორმებთ, ჩვენ ჩაგირიცხავთ პირადად და მე გადაიხდიო ბინის მეპატრონესთან. რაზეც მე უარი განვაცხადე. საცხოვრებელზე ასე დაკვირდნენ, რომ დაგაკმაყოფილებთო, მაგრამ ესეც სიტყვიერი შეთანხმება არის, არ ვიცი, არანაირი საბუთი არ არსებობს ამის. ყოფილა ისეთი პერიოდი იყო, როცა ანუ ვერ მივაკითხეთ ჩვენ გამგეობას, რადგან გზის ფული არ მქონდა. აუხსენი მე გამგეობას მივმართე რამდენჯერმე, რომ ანუ არ მაქვს გზის ფული და ბავშვთან ერთად ფეხით მიწევდა სიარული მოკლედ გამგეობაშიც და სადაც გვიბარებდნენ. მაგრამ ამაზეც ვერ მივიღეთ ვერანაირი დახმარება. მე ისე იყო, რომ ვეღარ წავედით უკვე ეს ფეხითაც და პურის გარეშე ვიყავით 1-10 დღე. დარჩენილები. თვითონ არაფერი არ მოქონდათ. და ახლა ქალბატონი თეონა ჭალიძე ჩაგორჩობა პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით. მოგესალმებით ქალბატონ თეონა. მოგესალმებით. თეონა, თქვენი ორგანიზაცია მედიატორი რამდენი ხანია, რაც კვლევას ამზადებს და რამდენი ადამიანის საცხოვრებელი პირობები შეისწავლეთ ამ მომენტისთვის? 14 ივნისიდან ჩვენ ყოველდღიურად მივდივართ დაზარალებულ მოსახლეობასთან და ჩვენ ვიკვლევთ მათ პირობებს, მათ საჭიროებებს კონკრეტულად. ამჟამად ჩვენ 300 სულთან ვიყავით და უშუალოდ ვიცით თუ რა საჭიროებები აქვთ მათი ფეხის
სომიდან დაწყებული და სხვა საჭიროებებით დამთავრებული. მე აქვე აუცილებლად მინდა მივესალმო იმ ბავშვებს, რომლებსაც დავპირდი სტიქით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს, რომლებმაც დამაბარეს არა სპაიდერმენი და ბარბის თოჯინები, არამედ რძის პროდუქტი და ხილი, რომელიც მათ უკვე ერთ კვირაზე მეტია თვალით არ უნახიათ. ეს რას ნიშნავს, ანუ მეგობრებო, იმას, რომ სტიქით დაზარალებულ მოსახლეობას არ სჭირდება კვება სტიქიდან 7 დღის შემდეგ და 10 დღის შემდეგ. რატომ ვერ ახერხებს მერია და ის პირები, ვისაც უშუალოდ ევალებათ ამ ოჯახებისთვის საკვების მიწოდება დროულად და ოპერატიულად ამ ბავშვებისთვის პროდუქტის მიწოდებას. მაინტერესებს ეს ამ კითხვებზე პასუხი, ასევე მაინტერესებს სად წავიდა ის საკვები, რომელიც დასაწყობდა გამგეობებში, მე როგორც ვიცი, და დროულად არ მიეწოდებათ ამ ოჯახებს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ კომპაქტურად ჩასახლებულ ოჯახებს მეტი ყურადღება ექცევათ, მაგრამ ნაკლებად არიან ყურადღება ექცევათ ნაკლებად იმ ოჯახებს, სადაც არიან 2-3 ოჯახი და თითო ოჯახი მისამართების მიხედვით. ამ ოჯახების ბავშვებს მერიის წარმომადგენლები და გამგეობის წარმომადგენლები ზოგადად არ აქცევენ ყურადღებას და მინდა აღვნიშნო, რომ ესენი არიან სწორედაც რომ პასუხისმგებლო ადამიანები და ნამდვილად არაჯერ უნდა დასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. სანიტარული ნორმების დაცვის მხრივ თუ არის პრობლემები? გარკვეულ ოჯახებს არ აქვს საშუალება რომ სადილე მოამზადონ, ითხოვენ გაზის ბალონებს, რომ ბავშვებს შემდეგ გაუწბონ მეორე დღეს გარკვეული სადილი რაც ექნებათ მათ გამზადებული. იყო შემთხვევა, როდესაც 9 წლის გოგონა გამგეობის მიერ მიტანილი ტანსაცმლის გამოყენების შემდეგ, რადგან ამის გარეცხვა ვერ მოხერხდა, დაავადდა მუნით და იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარკვეული ოჯახები ვერ იღებენ მედიკამენტებს და სამედიცინო დახმარებას დროულად. ასეთი მაგალითი იყო მაგალითად კონკრეტულად ერთი ახალგაზრდა ბიჭის მაგალითი, როდესაც 24 ივნისს შევხვდი მე მას პირადად სასტუმროს სანრაისში და გამაოცა მისმა მდგომარეობა, როდესაც ყელი ჰქონდა ძალიან გასიებული, რომელიც გასაოცარ მდგომარეობაში იყო და როდესაც ვკითხეთ თუ რა სჭირდა და რატომ არ მიიღო რაიმე ზომები, მან თქვა, რომ ჩემი მდგომარეობის შესახებ არაერთმა ადამიანმა ჩაიწერა, მაგრამ ჯერ რეალურად არანაირი შედეგი არ მოსულა. მერიაში განცხადება დავწერა და ერთ თვეში იქნება პასუხი ომითხრეს და არა და 2 დღეში ჩემი დაავადება შეიძლება იყოს ფატალური და 2 დღე შეიძლება ვეღარც გავძლო. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მე ამ ფაქტის შესახებ პირადად ვაცნობე დავით ნარმანიას და ჩვენმა ორგანიზაციამ პირველმა გაავრცელა ამ ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ინფორმაცია და მეორე დღესვე 2 დღეში მას გაუკეთეს მართლაც ეს ოპერაცია, სასწრაფო ოპერაცია და ამისთვის მადლობა, მოხარული ვარ, რომ ეს მაინც გაკეთდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 26 ივნისის შემდეგ ეს ბიჭი ელოდება იმ დანიშნულებით რეცეპტის მიხედვით წამლებს, რომელიც წამლებიც ექიმმა დაუნიშნა და ეს წამლები მას არ მიუტანეს. უკვე 4 დღეა გასული და მოგეხსენებათ თქვენ, რომ წამალი იმის არის, რომ იმავე წუთიდან დაიწყო მკურნალება და მიღება, როდესაც ექიმი დაგინიშნავს და მას შემდეგ რაც 4 დღე გავა, შეიძლება საერთოდაც უკვე შედეგი ჰქონდეს ამ წამლებს და ან სხვა დანიშნულება იყოს საჭირო. ამიტომ მსგავსი დახმარება ოპერატიულად ნამდვილად არ არის გაწეული და ეს მედიკამენტები დროულად არ მიეწოდებათ. კონკრეტულად 14 ოჯახის შესახებ მე მქონდა ინფორმაცია დეტალურად თუ ვის სახის წამალი სჭირდებოდა და ძალიან ვცდილობდი რომ ეს არც ერთს არ მიუღია ეს მედიკამენტები გარკვეული დღეების განმავლობაში ისინი ელოდებოდნენ რამდენიმე მათგანი დღემდე ელოდება რამდენიმე მათგანი მათ შორის ირაკლი ლექვინაძის თანაშემწეს ქალბატონ ლიკას ვესაუბრე მე რომელმაც მეილი არ მაგერსა რომ ეს მონაცემები მე გადამეგზავნა მისთვის და რომ მას არ სჭირდებოდა დამატებითი არანაირი ინფორმაცია, რადგან გამგეობის და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა ობიექტზე. ეს არის მტკნარი სიცრუე, იმიტომ რომ რამდენჯერაც მე მივედი არაერთ ობიექტზე, იქ არ დავხვდნენ. აქ საუბარი არის ისევ იმ კატეგორიაზე, სადაც 3-4 და თითო ოჯახი არის დასახლებული, ასე ვთქვათ, და მერიის წარმომადგენლები მათ თვალით არ უნახავთ. ამას თვითონ დაზარალებულებიც ამბობენ და გაურკვეველი არის მათთვის ვის მიმართო ხოლმე, როდესაც რაიმე უჭირს და სჭირდებათ. შეუნა იყო საუბარი იმაზე, რომ ეკოდევნილების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებიც იყო, თავად სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან. სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან და პირადად შევესწარი მე ამ ფაქტს და შეიძლება ითქვას, რომ სხერფლი ვარ ამ ფაქტის და არ ვიცი ძალადობა არის ეს ალბათ მეტი არაფერი. სასტუმრო აისბერგში გახდით ბავშვების გასართობ ღონისძიებაზე წასაყვანად მისული და ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 3 წლის ბავშვი ეჭირა, ესე გულში ჩახუტებული ყავდა.
სასტუმროს მეპატრონე ზევიდან აი ესე უყვიროდა რომ რატომ დატოვე შუქი ანთებული ოთახში. ეს გოგო უხსნიდა რომ ექიმები არიან ოთახში და სწორედ მაგიტომ დავტოვეს დენიან შუქი ანთებული, მაგრამ ეს ბატონი აგრძელებდა ყვირილს და ღრიალს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამ დროს მე უბრალოდ თავივალდებულად ჩავთვალე რომ გამოსარჩლებოდი გოგონას და ვუთხარი ბატონს რომ ქალია და ბავშვი უჭირავს ხელში და იქნებ შემდეგ გააგრძელოთ ეს საუბარი თქო მივმართე. ამაზე სულ გადაირია ეს სასტუმროს მეპატრონე, სასტუმრო აისბერგის მეპატრონე და ჩემსკენ წამოვიდა უკვე ასე ვთქვათ ყვირილით და ღრიალით, ვინ ხარ, მოთრეული ხარ, გაეთრიე ჩემი სასტუმროდან, აქ ეს ჩემი სახლია და რასაც მინდა და როგორც მინდა იმას გავაკეთებ და თქვენ წარმოიდგინეთ კედელზე მიგაკლავო, ასეც კი მითხრა. ამის შესახებაც ჩვენი მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია და მივაწოდე ეს ინფორმაცია. ქალბატონ თეონა, მადლობა, არ დაგტოვოთ, უთხოვთ დარჩით ჩვენთან ერთად. კიდევ მინდა რაღაცის ამატება ბატონო გიორგი, ძალიან მოკლედ. ის რომ რაღაც გაურკვეველი კრიტერიუმებით ხდება ზოგიერთი ოჯახების დახმარება და ზოგიერთებთან ნაკლები ყურადღება ექცევა, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო, რამაც საკმაოდ დიდი გულისწყობა გამოიწვია კიდევ დაზარალებულებში და ოჯახებში და ბავშვებში იყო ის, როდესაც პატრიარქთან წაიყვანეს შეხვედრაზე გარკვეული ნაწილი დაზარალებულების და ნაწილი დატოვეს და გაურკვეველი არის მართლაც რა კრიტერიუმით მოხდა ბავშვების შერჩევა, ესეც დაზარალებულია, ისიც დაზარალებულია და რატომ მოხდა ნაწილის წაყვანა პატრიარქთან შეხვედრაზე. ეს კითხვაც მაინტერესებს, მათ აინტერესებს დაზარალებულებს. მადლობა. რა პასუხები აქვთ მერის წარმომადგენელს, ვიცემერს და აგრეთვე უმრავლესობის წარმომადგენელს ქალბატონ რიმას? ჩვენ მოვისმინეთ პრეტენზიები თეონა აჭარიძის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან და აგრეთვე მანამდე თავად დაზარალებულებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ისინი ითხოვენ, რომ ელემენტარული სახსრები ჰქონდეთ, ტრანსპორტის ფული მათ არ აქვთ, ერთ-ერთმა თქვა, რომ 10 დღის განმავლობაში პურიც კი არ ჰქონდათ და ითხოვენ, რომ წინასწარ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იქნებ გარკვეული თანხების ჩარიცხვა მაინც მოხდეს მათთვის, რომ ელემენტარული საჭიროების ნივთები და საკვები შეიძინონ. გისმენთ ქალბატონ რიმა. რა თქმა უნდა, ეს შენიშვნები, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან გულსატკენია, ბატონო გიორგი. და მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩემი სამუშაო ადგილი იყო ვაკის გამგეობა და საბურთალოს გამგეობა. რასაც მე იქ ვნახულობდი, თავდაუზოგავი შრომა, აბსოლუტურად ყველა ადამიანების ჩართულობა, თანამშრომელი თუ არა თანამშრომელი და მე დღეს ვსარგებლობ თქვენი ეთერი და მინდა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა, სადაც ამ ხელა კონსოლიდაცია იყო გაკეთებული, სადაც თვითონ მოდიოდა ახალგაზრდობის გარკვეული ჯგუფი და პირადად ისინი გადიოდნენ ამ სასტუმროებში საკვების მისატანად და რამდენიმე ადგილზე მე თავად ვიყავი. გამგეობაში არის ცხელი ხაზი, გამგეობაში არის ტელეფონები, გამგეობიდან არის გამოყოფილი ადამიანები ისე როგორც მერიიდან და აბსოლუტურად აკონტროლობენ ყველა ჩასახლებულ პუნქტს. იმ 16-ვე პუნქტს, სადაც სასტუმროებში ხდებოდა განთავსება. და ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე მოვისმინე, მგონია მე ამ ტუთას ვერ გეტყვით და პასუხი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ვერ წარმომიდგენია, რადგან მე ვხედავდი იმ დამოკიდებულებას, იმ უხთ როგორ შეიძლებოდა რომ პური არ ქონოდა დღეს ვინმეს, როცა მედიკამენტებს იყო საუბარი. რაც შეეხება მედიკამენტებს, აბსოლუტურად ყველა პიროვნება იყო აფრიცხვაზე აყვანილი. დამეთანხმება ბატონო ირაკლი მერის მხრიდან თუ მედიკამენტოზური დახმარება, თუ ფსიქოლოგიური დახმარება, თუ სამედიცინო ჩარევა, სპეციალური ჯგუფები იყო გამოყოფილი ამასთან დაკავშირებით და თუ ასეთი ფაქტები არსებობს, მე პირადად შემიძლია დაუტოვო მათ ჩემი ტელეფონი, ხვალ გავხდები მათი სტუმარი და ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ ტუთას ამ ქალბატონების მიერ იქნა დასწული, მე მათ მოუგვარო. თუ ასეთი თემა არსებობს, რაც შეეხება აქ იდგა ბინის ხიდასთან დაკავშირებით ბატონო გიორგი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 16 დღის განმავლობაში ეს ადამიანები ცხოვრობდნენ სასტუმროებში. 16 დღის შემდეგ მიიღო მერიამ და გამგეობებმა გადაწყვეტილება და თითოეულ ოჯახს მიწეს 800-დან 1000 ლარამდე ბინის ქირა, სადაც უნდა მოხდარიყო მათი განთავსება. ანუ ზოგიერთმა განაცხადა, რომ უკვე პრობლემები აქვს იმ ადამიანებთან. გასაგებია, შესაძლებელია ეს ყოფითი თემა. დიახ, ეს ყოფითი თემა, შესაძლებელია, შეიძლება ერთ ადგილზე არ მოხდარიყო, მოხდება მეორე ადგილზე. მაგრამ აი უმოკლეს დროში ჩვენ მივიღებთ ამ წესს, სადაც ამ წესის მიხედვით მოხდება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეზე თანხების გაცემა, ბინის მიცემა და გარანტირებული რა თქმა უნდა, აქ ითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ აი დღეს რაზეც ჩვენ თქვათ მსჯელობდით თბილისის საკრებულოში გარკვეული ნაწილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, 2-3 დღეში იქნება მიღებული საბოლოო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ, რა წინადადებებით მოდის, რას მოიწონებს თბილისის საკრებულო ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინფორმაცია არ იქნას მოსმენილი. საინტერესოა ოპოზიცია რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, ქალბატონო თამარ. დაზარალებულების ამჟამინდელ მდგომარეობაზე რომ ვისაუბროთ.
იცით რა არის ქალბატონო რიმა თქვენ კი ამბობთ რომ აი ჩემთვისო სრულიად წარმოუდგენელი არისო ეხლა რასაც ვისმენ იმიტომ რომ ხედავ სრულიად სხვას და რა ვიცი ჩვენც აი ყოველთვის ესე გამოდის რატომღაც რომ ჩვენც ვლაპარაკობთ რაღაცას გეუბნებით რაღაცას ვხედავთ რაღაცას თქვენ ამას ვერ ხედავთ და ეთყობა ამ შემთხვევაშიც ესეა იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალებული მირეკავს და განსაკუთრებით ეს იყო დღეს ყოველთვის მეხმაურებიან და მეუბნებიან რომ არ გვაქცევენ ყურადღებას არ მოვიდნენ არ აღწერეს ეხლა არ გვარებს არ დავასახელებ არ დაასახელებ. იცით რატომ? რა ვიცი, მე რაღაცა აი მაშინ მე ამდენის პრობლემას შეგიძლიათ კონკრეტული სასტუმროები თქვა, სადაც თქვენ პირადად ვიყავით? არის. კონკრეტული სასტუმროები. აი აისბერგში ვიყავით. ხო, თქვენ მე რა გამოცდას მიტარებთ, ახლა მესაც გამდივართ და შეასახმე. ძალიან გთხოვთ. ჩემი თანამშრომლები გამგეობის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში დადიან ახლა. ამაზეც მოყვება ადამიანების ნაწილი სხვათა შორის ტელევიზიიდანაც გვესაუბრებოდა, რომლებიც მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ვართ უყურადღებოდ. ამას გეუბნებით იმის გამო, რომ ჯერავ რომ თქვენც გინდათ რომ ეს ყველაფერი ასე არ ხდებოდეს, მაგრამ მართალი გითხრათ ვერ ვხვდები რატო ხდება მაინც ასე. ის ფაქტი რომ ეს ადამიანები ორ კვირაზე მეტი არიან მოლოდინის რეჟიმში და ამას საყედურობენ არიან ადამიანები რომლებთვისაც აი ყოველი წუთი და დღე არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის და უკვე უნდა გაგვეკეთებინა რომ მათთვის აი ეს დღეები არ გახდეს ესეთი სატანჯველი იტანჯებიან იმით არიან უკვე დატანჯულები ხო რაც მოხდა ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ ბოტებში და საწვირმაში სიარული კი ბატონო გასაგებია ოღონდ ხელისუფლებისაგან ცოტა სხვა მოთხოვნები აქვს იცით ხელისუფლებასთან ჩვენ მოსახლეობას უბოტებოთებლოთ კოსტუმში და გადაეჭრათ და მოეგვარებინათ ის პრობლემები რომელიც აგვაცილებდა თავიდან ადამიანურ მსხვერპლს მაინც თორე იმ დღეს ყველა ბოტებში და საწვიმარში იყო და ეხლა ეგეც რო არ გაეკეთებინათ მაშინ თქვა დაღუპული ყოფილა ხელისუფლება ბატონო თამარ ბატონო ალიკო თქვენ ჩვენ ვიცით რომ არ იმყოფებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში თქვენ თუ გაეცანით თუ მოახერხებთ გაცნობოდით იმ მდგომარეობას და მდგომარეობაშიც დღეს იმყოფებიან დაზარალებულები ვერა მე გუშინ ჩამოვედი როგორ გითხარი და დღე და ღამე არეული მაქვს ჯეტლეკი ქვია ამას საათების შორის სხვაობა რო არის იქ რო ღამე იყო, აქ დღე იყო და ძალიან ისე ძიმე დღეს ვარ, დღეს ძლივს მოახერხე საკრებულოს ხდომაზე მისვლა. პირდაპირ გავიღვიძე თუ არა საკრებულოს ხდომაზე მივედი და დამიყარა კიდეც პრობლემები დღეს პეკინის ქუჩაზე. კიდევ ერთი მავნებლობა ხდება იქ პავლოვიდან გაგდებული კომპანია ელზუ რომ მიდის და პირდაპირ მერიის ცხვირწინ აშენებს 14 სართულიან საბავშვო ბაღი უნდა დაანგრიონ და კორპუსი უნდა აშენონ და პირდაპირ მომიწე საკრებულოს ხდომიდან წასვლა აქციაზე მე კავკასიაზე აქ მოვიდა ხვალიდან ვეცდები რომ ცოტა წყობში შევდგე. ერთი რამ არის ძალიან მარტივი ჩვენ თბილისის მერი ბოტებით სასიარულოდ არ აგვირჩევია. ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელი ავირჩიეთ იმისთვის რომ გეგმები უნდა არსებობდეს ქალაქში. გეგმები უნდა იყოს საგანგებო სიტუაციის დროს ვირასაკეთებს ამ ვითარებაში ვირასაკეთებს ვირაზია პასუხისგებელი დაბნეული ბრინჯივით დაბნეული მერი კი არ უნდა დადიოდეს და ჯანელიძე რომელიც თვითონ არის კრიზისში მაგრამ რა კრიზისები უნდა მართოს კიდევ კარგი რომელიღაც მთვრალმა ოცეულმა ახალგორიდან არ დაქოქა ტანკი და არ წამოვიდა წარმომიდგენია რა მოხდებოდა საერთოდ ერთი ლოკალური ამბავი მოხდა თბილისში რა მოხდა მოხდა წვიმა იყო ძლიერი წვიმა არაფერი სტიქი არ მომხდარა ძლიერი წვიმა იყო და იმის გამო რომ ქაოსია ქალაქში ამდენი წელია და სადრა შენდება და როგორ შენდება და რანაირად შენდება არავინ ყურადღებას არ აღწევს ნაციონალების დროიდან მოყოლებული და ახალი ხელისუფლებით დამთავრებული და ყველა ხელისუფლება კმაყოფილია რა ხდება და აი ამის შედეგებს ვიმკი წვიმა მოვიდა და წაილეკა ქალაქი ყველა ამბობდა რომ ეს ასე მოხდებოდა ნაციონალობის დროს ამბობდით და ვაპროტესტებით ამათ და დაფსინოდნენ რომ რა თქვენ საერთოდ აზრი არ ახართ ახალ ხელისუფლებას ერთი წელია ვეჩიჩინებით საკრებულოში. ყოველ ხდომაზე რომ ცოტა კვალიფიციურად და პასუხისგებლობით ვიმოქმედოთ რაღაცეებზე, მაგრამ ჩვენთან არის რაღაცა მიმდინარე საკითხები. ხელიაწია გაატარა, ხელიაწია რაღაცა სერიოზულ საკითხს დასვა ყდებიან სიცივით. ნაციონალური მოძრაობა დაღუპა თვითკმაყოფილება. და ქართული ოცნება არის აბსოლუტურ თვითკმაყოფილებაში. ამას პლუს ნაციონალური მოძრაობის გინება. ქართული ოცნება არის
აბსოლუტურად თავისთავად დარწმუნებული და გონია რომ ნაციონალურ მოძრაობას თუ აგინებთ, ამით გაკეთდება ყველაფერი. ეს ასე არ გამოდის. ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის არის გუშინდელი დღე. აღარ მინდა ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკი. მაგრამ დღეს აქეთ მაინც დავიწყოთ კვალიფიციურად და პასუხისგებლობით ფიქრი ყველაფერს. ხო ვნახეთ არა, რაღაცა იმასავით იყო ქელეხის უფრასავით, ის რა ქვია, კარავში ისხდნენ მერი და მისი დაღონებული თანამშრომლები, რომლებიც ტელეფონში იქეკებოდნენ. ასე კი არ უნდა ხდებოდეს. მართვის ჯგუფი ცენტრი უნდა იყოს, იქ უნდა მჯდარიყო მერი. ყველა სტრუქტურას და სამსახურს თავისი კონკრეტული ამოცანა უნდა ქონდეს. ეს იყო ლოკალური ამბავი. არც ჯანელიძის ჩართვა იყო საჭირო და არც ღარიბაშვილის და მე სახელმწიფო კომისიებში გამოთხიზდეს თბილისის მერია. კიდევ აი რაღაცა ცოტაღა დამჩა დავით ნარმანიასადმი სენტიმენტები, ძალიან მინიმალური. გამოთხიზდეს და გაითავისოს რომ ის არის თბილისის მერი. დახურულ რეჟიმში შეხვედრა გინდა, დახურულ რეჟიმში გვილაპარაკია და ერთი სიტყვა არ გამოგვიტანია სამუშაო პროცესიდან. ჩემი თამადობით პოპულისტი მეტი ვერაფერს რო ვერ მეუბნებით. ამის გარდა ნებისმიერ ფორმატში ვილაპარაკოთ. შალვა ობგაიძეც არის იმ შეხვედრის მონაწილე. ეხლა უნდა ვისხდე და დღეს აეროპორტის სახელს კი არ უნდა შეგვერჩია და ქუჩებისთვის სახელები. დღეს უნდა დახურულ რეჟიმში გვემუშავა, რომელმა რგოლმა ვერ იმუშავა და რომელი რგოლი უნდა გამოსწორებულიყო. ნაციონალებსაც უნდა ემშელათ ამაზე და თითოეულ ჩვენგანს. ამაზე უნდა მუშაობდეთ. კიდევ რომ წვიმის უნდა გვეშინოთ ეს 21 საუკუნეში საქართველოს დედაქალაქში. წვიმის უნდა გვეშინოთ ეს და ხო წვიმის ეშინია. გარემოსდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ესე ვირას ავრცელებს და ვირას ამბობს ეს კიდე ცალკე მოშლილი ამბავია რომ ეხლა მტკვარი ადიდება არ შეგეშინოთ. რატომ უნდა ვიყოთ ამ შიშებში? რატომ უნდა ვიყოთ როცა ძალიან მარტივია? ძალიან მარტივია და მე იმ შეერთებულ შტატებში რომ ვიყავი, ძალიან ისეთ შეხვედრები ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ვიყავი. წერ სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით და ჩემი ინიციატივა რა ინიციატივა გაქვთ? ერთ-ერთი ინიციატივა იყო რომ მივლინებიდან დაბრუნებული თითოეული დეპუტატი ანგარიშებს უნდა წერდეს. არც გამოსულა ეს განსახილველად სადღაც ჩაიკარგა სხვებთან ერთად. მე დავწერ ანგარიშს და ყველაფერს მიუთითებს. ძალიან მარტივი იყო იქ რაღაცები და აგერ ერთი წუთით მაგრამ დეპუტატი ზის აგერ სადაც იქნა მოსმენილი ვინც იყო მივლინებაში მათი ანგარიშები. ნუ გადავართ. ამ ქალაქში ყველა დაზარავდა. ახლა მაინც კიდევ ერთხელ ვამბობ როგორც კეთილ მოსული. ახლა მაინც გამოთხიზდეს თბილისის მერია და თბილისის საკრებულო გახდეს ადეკვატური. ეს თბილისის საკრებულო არ იყო ადეკვატური. რა დროს აეროპორტის სახელწოდება, როცა უნდა ყველანი მუხჩაუხრელად ამ ყველაფერზე შრომობდეთ. და შოუებში კი არ უნდა მსჯელობდეთ ქალაქის პრობლემებზე. საკრებულოში უნდა მსჯელობდეთ. ეს რო არ ხდება, აი ეს არის გულგასახეთქი. და ერთი წელი არაფრის კეთების შემაჯამებელი იყო, აი ეს ტიკია ზუსტად როც. და ეხლა მაინც გამოვიტანოთ დასკვნები და ქალაქს მეტი პასუხისგებლობით უნდა შევხედოთ. ბევრისთვის მარტო ფულის საშოვნი ასპარეზი როა, ესე არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. ეს არის გამოსაფრთხილებელი. მოკლედ მე არ რა თქვა უნდა არც იმის დრო არის და არც თემა იმისი რომ მე და ალეკომ ეხლა ვიკამათოთ ხელისუფლებების შეფასებაში, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ამაზე ალბათ ბატონი ირაკლი გვიპასუხებს, რომ დიახ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო არსებობდა და ადამიანებს ესეთ კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო გვერდში ედგა და სახელმწიფო ბევრჯერ მათ შორის სტიქიური უბედურების დროს ალეკო ბოლომდე ვერ დაგეთანხმები ყველა ხელისუფლებას, ყველა განვითარებულ სახელმწიფოს შეიძლება დაატყდეს თავს ისეთი ბუნებრივი სტიქია, სადაც უკვე აუცილებელია მოქმედი ხელისუფლების და მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური და რაც თავარია ოპერატიული მუშაობა და აი სწორედ ეს სტრუქტურები დახვდა მოშლილი დღეს ადამიანებს და ის ადამიანები, რომელსაც ბატონო ირაკ ეს სწორედ თქვენთვის უნდა იყოს სიგნალი, თქვენ რომ გულით წყდება და აბსოლუტურად მესმის მე თქვენი, რომ თქვენ ბევრს მუშაობთ, მაგრამ ადამიანები მაინც პრეტენზიას გამოთქვამენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ვერ ხედავენ თქვენ გვერდში დგომას და საბოლოო ჯამში თუ ამ დოკუმენტს აიკითხავდნენ ეს ადამიანები, ნამდვილად არ უდგახარ თქვენ ამ ადამიანებს გვერდში სწორად და არასწორი მიმართულებით იხარჯება თქვენი ენერგია. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ქვედარგოლმა ამ სახელმწიფოში იმუშავა მაშველებმა, ექიმებმა, პოლიციელებმა, მოხალისეებმა, ჯარისკაცებმა, მაგრამ არ იმუშავა ყველაზე მთავარმა, არ იმუშავა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა. ვერ იმუშავეს და ვერ შეასრულეს ის მაღალი პასუხისგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ ასეთ სიტუაციაში დროული და სწორი ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. აი ეს არის სწორედ სახელმწიფო არის დღეს უსუსო. ჩვენ უნდა დავასრულოთ და მე მინდა ვიცემერს ვთხოვოთ და ქალბატონ რიმა თქვენ შემდეგ დაამატეთ. ბატონ ირაკლის ვთხოვო რომ გასცეს საბოლოოდ უკვე რომ შევაჯამოთ პასუხი იმ პრეტენზიებს რომელიც მოვისმინეთ ჩვენ. ხო, პირველ რიგში მე მინდა მოქალაქეების ნაწილს გამოვეხმაურო და ბოდიშით დავიწყო თუ ვინმეს ყურადღება მოვაქელით. იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს ესეთი რამე, არ გამოვიწყოთ ეს ამბავიც და ამ ყურადღების ნაკლებ ყურადღებისთვის ბოდიშს ვიხდით. თუმცა უნდა ვთქვა ისიც რომ მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში იმავე დღესვე დაახლოებით ეს 150-მდე ოჯახი იყო უზრუნველყოფილი 14 ლოკაციაში სასტუმროებში განთავსებული.
ყოველდღიურად ჩვენი ორი წარმომადგენელი თითოეულ სასტუმროში იყო და ამ ადამიანების საჭიროებებზე აკეთებდა რეაგირებას. ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი კომპანია ჩვენ გვერდით გვედგა და ამ ადამიანების კვებას უზრუნველყოფდა. თითოეულ მათგანში მინდა იმ ფარმაცევტულ კომპანიებს ვუთხრათ დიდი მადლობა, რომელიც მედიკამენტებით და ექიმებით, რომლებიც ადგილზე მიდიოდნენ და ამ ადამიანებს ემსახურებოდნენ და ეს იყო ყოველდღიურ რეჟიმში და დღესაც რამდენიმე კლინიკა და საავადმყოფო ჩვენ ზარზეა რამდენი ადამიანიც არ უნდა უთხრათ ამ სტიქიური უბედურების ზონიდან და ყველა მზად არიან რომ მიიღონ და მოხალისეები მათ შორის რომლებიც მუშაობდნენ იმ ზონაში და რაღაც მცირე პრობლემები ჰქონდა ჩვენ ამ ადამიანების უზრუნველყოფას ამ ადამიანების საშუალებით ვაკეთებთ. ამიტომ და სასტუმროების მეპატრონეებს მინდა უთხრა დიდი მადლობა, რომლებიც ოპერატიულად დაგვიდნენ გვერდით და იქ იყო პრეტენზია რომ უხეშად გვაქცა და ასე შემდეგ. ჩვენ ესერად გქონდა რეაგირება ამ ფაქტზე და ცოტა სხვანაირად თქვენ ამ ფაქტს. რა თქმა უნდა ვიცი და ყველა ის ფაქტი ვიცი რაც მოხდა, იმასაც გეტყვით პირდაპირ და საუცლელად უნდა აღვნიშნო ამ ეთერში, ქალბატონ თეონა თუ არ მიშლება, მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად არიან მერის ყოფილი თანამშრომლები და გაბრაზებულები მერიაზე. ამიტომ ისინი ამ ორი კვირის მანძილზე ყოველდღე ეძებდნენ მიზეზებს, ოღონდ რამე ეთქვათ. შეიძლება რა სადღაც მართლა ყურადღება ვიღაცას დავაკელით, არ გამოურიცხავ, მაგრამ რეაგირება ყველაფერზე ქონდა ხისიერი. და ამას დაადასტურებენ ეს ადამიანები, შემიძლია ხვალ თქვენთან ერთად წამოვიდეთ და უამრავ სასტუმროში მივიდეთ და ამ ადამიანებს დაველაპარაკოთ. მე ამის არ მეშინია და ხვალ შეგვიძლია ესეც გავაკეთოთ. ამიტომ მე ყოველ შემთხვევაში თქვენ ამო თუ ინფორმაცია მოდის თქვენამდე თქვენ ყოველთვის რეაგირებთ. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებთ. რა თქმა უნდა, ეხლა ირაკლი ქალბატონ თამარ, ალეკო თქვენ ოპოზიციის ნაწილში ხართ და ბუნებრივია და ოპონირება გაგვიწიოთ, ეს არის თქვენი ფუნქცია. ნებისმიერი ღირებული რჩევა ჩვენთვის იქნება საინტერესო თუნდაც ამ წესის შემუშავების ნაწილში. ამას ჩვენ არ უარყოფთ. და ამიტომაც გასაჯაროვდა დღეს ეს დოკუმენტი და არ გვეშინია ჩვენ ამის გასაჯაროების და ამიტომ თამამად ვსაუბრობთ დღეს ამ დოკუმენტზე, რომ ჩვენი მიზანი არის არ იყო, იმიტომ რომ ჯერ პროცესებს უყურებთ და გავივლით ისე როგორც წესი და რიგია და ამიტომ გვინდა რომ იყოს უკეთესი, მინდა იყოს რომ წესები და რიგი არ ვარგო და ირაკლი ამდენხანს ერთი წელია დაქცინის უმრავლესობა და იცის ყველაფერი. ალეკო მინდეს რა დაქცინის და როგორ, მაგრამ ჩვენი მიზანი არის და ვერც იმას ვერ მივიღებ, რომ დაუშვათ მაქსიმალურად არ დავიხარჯოთ და ყველა ადამიანთან მივედით საქმე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ უნდა დავსრულოთ ქალბატონ რიმას უნდა დამატება და გიორგი, მე დღეს ამ შეხვედრაზე მოვდიოდი სხვა მიზნით, სხვა ამოცანით. მე მინდოდა მაყურებლისათვის მეთქვა იმ ადამიანებისათვის თუ რას აკეთებს ხელისუფლება, რა პროექტია, რა წინადადებები გვაქვს. ეს იყო ჩემი მოსვლის მთავარი მიზანი. ვფიქრობ მეტნაკლებად ეს ინფორმაცია ჩვენ თქვენ მოგაწოდეთ. მე პირველ ყოვლისა მინდა გამოთქვა გულისტკივილი იმ ადამიანების მისამართით, რომლებმაც აქ გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება, უყურადღებობის მისამართით. თუ კი ვინმე ასეთი ადამიანი არსებობს, ისინი ვინც დღეს არ გამოვიდნენ ეთერში და რაიმე ფაქტია ისეთი, რომლებიც ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ მეტი ყურადღება სჭირდებოდათ, მაგრამ ვერ მიაქცია მერიამ. ჩემი პირადად, ჩემი ტელეფონი შეუძლიათ დამიკავშირდნენ დღის 24 საათის განმავლობაში. მე პირადად მივალ მათთან და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ის პრობლემები, ის ყოფითი საკითხები, რომელიც აუცილებელია მათ კონდეთ მოგვარებული, მე თავად ჩავაერი ამ პრობლემების მოგვარებაში. მე კიდე გეუბნები, არ შეიძლება თქვენი ნომერი. ბატონო, მე შემიძლია ახლა გამოვაცხადო ჩემი ტელეფონი 599 88 12 31. დიახ. და მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო აქ ლაპარაკი. თუ შეიძლება აქ აღნიშნე ბატონო ირაკლი, რომ აბსოლუტურად ყველა ფარმაცევტული კომპანია იყო ღია. ყველა ფარმაცევტული დაწესებულება იყო ღია. ყველა სამედიცინო დაწესებულება იყო ღია. ასეთი ერთსულოვნება, ასეთი დამოკიდებულება, რომელიც იყო ამ სამი კვირის განმავლობაში, ეს იყო პირადად ჩემთვის გაუგონარი ქმედებები და საქციელი და თუ კი აი ასეთ ვითარებაში ახალგაზრდა ვაჟი ითხოვდა წამალს და იმას წამალი არ მიეწოდა, ან კიდევ მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს. მე და დღეს ქალბატონი თამარის სამჯერ მაინც შევხვდით ერთმანეთს საკრებულოს შენობაში. თუ კი არსებობს ქალბატონო რაიმე პრობლემა. მე ვიცი თქვენ როგორი პიროვნება ბრძანდებით. მოდი ერთობლივად ეთერის გარეშე დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ ის თუ რიმეს მე და თქვენი დამოკიდებულება და ერთად ყოფნა რაიმე პრობლემას მოაგვარებს. აქ არა ბატონი გიორგი გაბუნიას გადაცემაში მოსვლა და რაღაც საკითხის აყენება და რაღაც საკითხის მოგვარება. მე და თქვენ არა კიდე გეუბნებით, ჩემი და თქვენი ურთიერთობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მე და თქვენ ერთობლივად გადავწყვიტოთ და მოვაგაროთ ის საკითხები, რომელზეც თქვენ ობიექტურად ვთქვათ გული. რაც შეეხება იმ პროცესს, ბატონო გრიგოლ, მე მინდა გითხრათ, რომ ბატონო გიორგი, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მერია შემოვიტანს პროექტს.
ეს იქნება პროექტი, რა თქმა უნდა, განხილვადი, სადაც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა საკრებულოს წევრი. აქ იქნება ის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიღებული, რაც საუკეთესო იქნება ამ ადამიანებისათვის. ალეკოს ექნება კარგი აზრი, მიღებული იქნება. ოღონდ იმითარებიდან გამომდინარე, რა შეუძლია ეკონომიურად ამ წუთას ჩვენს ქვეყანას. ამ პროექტს ქალბატონ თამარს ექნება, ბატონ ირაკლის ექნება თუ მე მექნება, რაც უკეთესი იქნება ამ ადამიანებისათვის. კიდევ გეუბნებით, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. ამათთვის იმისათვის რომ ამათ ელემენტარულად მაინც დაუბრუნოთ ყოფილი წყობა. ნუ იქნება ძალიან მოკლედ სამუშაო პროცესი. აი ეს არის თავარი ამ პროცესში. მე მინდა ვისარგებლო ეთერით და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოხალისეების სახით ჩართული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გვეხმარებოდა ფიზიკური ძალით გაიღეს კონტრიბუცია, ყველა იმ კომპანიას და ბიზნეს ჯგუფს, ვინც ჩვენ გვერდით დაგიდგა, როგორც ფინანსური შემოწირულობის სახით, ასევე არაფინანსური კონტრიბუციის სახით და უამრავი სამშენებლო ტექნიკა, პირველად მოხმარების ნივთები, საკვები, მედიკამენტები ჩვენ გვერდით იდგნენ აი ამ პროდუქტებით და მე მინდა ეს მადლიერება გამოხატო, ეს ხო მართლაც უპრეცედენტო სოლიდარობა ამ ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ერთი წინადადება რამაც, თუ შეიძლება აი აქ ითქვა რაღაც ბოდიშვერტი, აქ ითქვა ქალბატონო თამა რომ საპატრიარქოში იქნება ბავშვების გარკვეული კატეგორია წაყვანილი. მე მინდა გითხრათ რომ ეს ჯგუფი შექმნა ქალბატონმა თამარ ტალიაშმა, მე მას დიდი მადლობა უნდა უთხრა ჩვენი საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ და თქვენთვის ალბათ და ყველასათვის კარგად არის ცნობილი 277 ბავშვია, რამდენადაც მე ვიცი ინფორმაცია და ვერ მოხერხდებოდა ყველა ამ ბავშვის მიყვანა. მაგრამ ეს ორი სასწავლებლის მეპატრონეს საკუთარ აგარაკზე ხავდათ წაყვანილი ბავშვების განსწავლული რაოდენობა. ანუ ვერ მოხდა. თქვენ მოგეხსენებათ კიდე რომ აი გუშინტენ ებრაელთა საზოგადოება მიიწვია ეს ბავშვები ასე რომ თემატურად კეთდება ყველა ბავშვი მოეფერებიან საქართველოს მოსახლეობა ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული მორალური გვერდში დგომა ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ქალბატონ თამარს უნდა არა მხოლოდ მორალური დგომა გაცილებით უფრო მეტი არის საჭირო და ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენ მუდმივად გვესმის რომ მზად ხართ თქვენ იმისთვის რომ იმუშაოთ და კარგი იქნება თუ ნამდვილად დაიწყებთ მუშაობას. ოპოზიცია მუდმივად ვართ მზად იმაში ნებისმიერ საკითხზე ჩვენი წინადადებები კომპეტენტური აზრი მოგაწოდოთ ოღონდ თქვენც უნდა მოისმინოთ და რაც მთავარია გაითვალისწინოთ. დიდი მადლობა. ვინაიდან ჩვენ დედაქალაქის პრობლემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოგაწვდით ამ ინფორმაციას, რომ ამ წუთებში დატბორილია მარჯანიშვილის ქუჩა, სადაც მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. წყლის ნაკადმა დატბორა ქუჩა, მიმდებარე კორპუსების საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა მაშველები შემთხვევის ადგილზე ჯერჯერობით არ მისულან. მოძრაობა შეფერხებულია მარჯანიშვილის ქუჩაზე ამ დროისთვის. ჩვენ ამით უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა ყველას თუმცა საპროტესტო აქცია არის გარეთ. ადამიანები არიან შეკრებილები ზღვის უბნიდან და გვასახლებენო ამაღამ გვიპირებენ გასახლებებს. ჩვენ ერთხელ ჩავხეთ ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში და ამ პრობლემის შესახებ იცის რა თქმა უნდა მოსახლეობამ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველა სტუმარს. არჩევანი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მომდევნო სამშაბათს. ნახვამდის.